საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. სკანდალური რეისი 930 თბილისი მოსკოვი. ქართველი მომღერლების გამგზავრებას რუსეთის დედაქალაქში თვითმფრინავის საფრენისთანავე დიდი ეროვნული ვნებათა ხელვა მოყვა. ამ ფაქტის მიმართ უგრილი საქართველოში თითქმის არავინ დარჩენილა. ბევრი წლის შემდეგ ისინი მოსკოვში ჩავიდნენ და იმღერეს მოსკოვური გასტროლების ინტრიგა, კონცერტი ოკუპანტისთვის თუ ხელოვანის თავისუფალი არჩევანი. რუსეთი არის ოკუპანტი და იქ მღერი ხარ, ეს არის ქართული ერისთვის მტკინეული. რატომ მოყვა ქართველი ვარსკვლავების ნამღერს ამ ხელა აგრესია? იმიტომ რომ მოსკოვური თბილისობა ოკუპანტისთვის მოწყობილ კონცერტად ჩაითვალა, იმიტომ რომ დამფინანსებელი მიხეილ ხუბუტია იყო, თუ იმიტომ რომ ყველაზე მოულოდნელად ამ კონცერტის მთავარი გმირები სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლები აღმოჩნდნენ. ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე მოსკოვში. მოსკოვური თბილისობა და თბილისური პროტესტი. უნდა ჩადიოდნენ თუ არა ქართველი მომღერლები რუსეთის დედაქალაქში და ნიშნავს თუ არა იქ სიმღერა მაინც და მაინც პუტინის შეკვეთილ კონცერტს. გვიყურეთ დღეს საღამოსაძე ყველანი ერთად რეაქციაში ვიკრიბებით. დღეს რეაქციას ბევრი სტუმარი ეყოლება. დღეს ერთად უნდა გავარკვიოთ, როგორ ხვდებიან საქართველოში ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერას. დღეს რეაქციაში წვავე დებატები გველოდება, სტუმრები თბილისიდან, პირდაპირ ჩართვები მოსკოვიდან. ყველა კითხვა და ყველა პასუხი ვიწყებთ საღამოსაძე, ჰანგებში გაბნეული პატრიოტიზმი. უნდა მართავდნენ თუ არა კონცერტებს ქართველები რუსეთის დედაქალაქში. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივი დარეკეთ ჯარი უფასოა. ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook ვებზე სახელწოდებით რეაქცია და შეწყობილებები მთელი გადაცემის განმავლობაში გავა პირდაპირ ეთერში. თემა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში საზოგადოების განხილვის მთავარი საკითხი იყო, მოსკოვური თბილისობა და იქ ჩასული ქართველი ვარსკვლავები, რომელთა ნამღერს დიდი ვნებათა ხელვა მოყვა. შეფასებები რადიკალური ან მკვეთრად ნეგატიური, ან ცალსახად მხარდასაჭერი. პატრიოტიზმი თუ ფსევდოპატრიოტიზმი, რას უკავშირებთ იმ აგრესიას, რაც ლელა წურწუმიას, ნინო ჩხეიძის, ნინი ბადურაშვილის ფრანის ჩასვლას მოყვა რუსეთის დედაქალაქში. რაში იყო პრობლემა? იმაში, რომ მათი ვიზიტის მასპინძელი მიხეილ ხუბუტია იყო, თუ იმაში, რომ კონცერტი ოკუპანტ ქვეყანაში გაიმართა. მოსკოვიდან პირველი ჩართვა მიხეილ ხუბუტიას რამდენიმე წუთში გვექნება. მანამდე კი ვიწყებთ რეაქციის სტუდიით. დღეს მოსკოვურ თბილისობაზე ვდებატობთ. ძალიან ბევრი სტუმარი ყავს სტუდიაში, პირდაპირ ჩართვები მოსკოვიდან. მაშასე დავიწყოთ თბილისიდან დასული მომღერლები აცხადებენ, რომ მათ ქართული დიასპორისთვის სიმღერეს და არა ოკუპანტისთვის. რამ გამოიწვია აგრესია? და თოლქიტაშვილს დაუსვამ პირველ შეკითხვას. აქვე მივესალმებით ჩვენს აუდიტორიას. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. დავიწყოთ, დათო, გისმენთ. თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არის მიუღებელი, იმიტომ რომ არ შეიძლება ოკუპანტი ქვეყნისთვის სიმღერა. დაახლოებით ასეთი იყო თქვენი განცხადების პათოსი. რა სიტყვით? მოგესალმებით. დიალოგის წინამდეგ აბსოლუტურად არავინ არ არის, მაგრამ როდესაც 9 წლის განმავლობაში ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ რუსეთში წასულები, თავიანთ კოლეგების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება ქონდა. მე ხარ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ აქ სტუდიაში მჯდომა ადამიანებმა, თქვენ ხედავთ რა ხდება სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ქართველი ხალხი დაიბნა. როდესაც წინამტავრობა ლანძღავდა ნანი ბრეგვაძეს, ლანძღავდა პარტა ბურჭულაძეს, ლანძღავდა ერისიოს, ასე შემდეგ და შენ ჩადიხარ და აკეთებ ანალოგიურს, აი ეს არის უბედურება, თორემ მეტი კი არაფერი. არავინ არ არის დიალოგის წინააღმდეგი, არავინ არ არის ღონისძიებების ჩატარების, მაგრამ ხალხი დაიბნა, როდესაც შენ 9 წლის განმავლობაში იძახი, რომ რუსეთი ოკუპანტია და იქ ჩადიხარ. შენ ვინ დამიკონკრეტეთ თუ შეიძლება? არ მინდა ეხლა, არა, უნდა დავაკონკრეტო, არ მინდა რა. წინამთავრობა ხო ამას აკეთებდა და ის კოლეგ ვინმე გინახიათ, ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, თამრი კოტროხელეძე, აბსოლუტურად ამოშლილი იყო ყველა ღონისძიებებიდან. აგერძის კიდე ის ადამიანები მარცხენა ფლანგზე. მე სხვა რაღაცას ვიძახი. დღევანდელმა მთავრობამ 26 მაისს უთხრა მომღერლებს, რომ აკეთეთ თქვენი საქმე და ისინი არასოდეს არ შეერევია, შენ იქ არ წახვიდე და შენ იქ არ იმღერე. არ ყოფს იმიანად და ამიანად. აი ეს არის უბედურება. მაშინ ვისთან გაქვთ თქვენ დათო პრეტენზია გაქვთ იმასთან, რომ ამ ადამიანებს არ უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი. ადამიანებს, ანუ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩავიდნენ და მოსკოვში მღეროდნენ. იმიტომ რომ ყველაზე დიდი
სიყვარული მათ ხალხისგან აქვს და ხალხის წინააღმდეგ როდესაც წახვალ მე არ მგონი არც ერთი პოლიტიკოსი და არც ერთი მომღერალმა თავისი კარიერა გააგრძელოს. მე ისინი დღეს მეწოდებიან, იმიტომ რომ სრულიად საქართველოს დღეს მათ წინააღმდეგ ილანძღება და ლანძღავს. არ შეიძლება შენი ერის წინააღმდეგ წახვიდე. თქვენ ფიქრობთ რომ ისინი ერის წინააღმდეგ ძალიან რადიკალური ხო არ ხართ მე რადიკალური, იმიტომ რომ ეს ესეა. კარგით, იურომეჩითოს მიეცით თუ შეიძლება მიკროფონი რა სიტყვით თქვენ? ხალხის წინააღმდეგ წასვლა შეფასება მოვიცეთ ჩვენ სოციალური ქსელების მნიშვნელობას. რა ვიცი არის სრულიად საქართველოს არ არის ჩართული. სრულიად საქართველოს გაუბედურებული, სრულიად საქართველოს ფიქრობს იმაზე, როგორ იცხოვროს და ხვალ რით არჩინოს საკუთარი თავი. და სულ არ აწუხებს ეს სიგიჟე, რაში ჩვენ ახლა გაგვახვიეს და ამდენი დრო და ხარჯი ახლა მესმის თქვენი გადაცემა და ძიმ პატვისად თქვენ გადაცემას, მაგრამ ეს პრობლემა საერთოდ აიმსახურებს ამდენი მას რატომ მოხდით სტუმრად თუ ფიქრობთ რომ ეს სიგიჟეა და არ იმსახურებს? მე არ ვთვლი რომ ეს სიგიჟეა, იმიტომ რომ ეს იყო ტოპ-10-ის პირველი თემა, მთავარი თემები. გასაგებია, შოუ ბიზნესის წარმოადგენლები რა ისინი ხელოვანები, თქვენით ხელოვანი რას ნიშნავს, სულ სხვა რამეს ნიშნავს. ხელოვანს აქვს თავის პოზიცია, ხელოვანს ყოლის და შოუ ბიზნესის წარმოადგენს რა პოზიცია უნდა ქონდეს. ხან იქ იმღერებს, ხან აქ იმღერებს, ასე აბსოლუტურად ნორმალურია. მათ ვერც მოსთხოვ მაგათ. კოკასაში და რას არის ის რა უნდა მოსთხოვ მაგათ სხვა და იმიტომ ეს არაფერი პრობლემა არ არის. ჩვენს არ შეიქმნა რა ვიცი, წავიდნენ კარგი, არ წასულიო, ისიც კარგი, არაფერი პრობლემა არ არის მანდ. ერისიონო მიდიოდა და სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს და ჯემალ ჭკუასელს იფაქტმა დარტყეს ნორმალურად. ჯემალ ჭკუასელი ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში ჩავარდეთ, რატო გამოაცხადა, მე გამოაცხადე. გამაგებინე. ნუ გამოაცხადებ, ნუ ჩავარდებით ასეთ საგიჟეთში. იტო საგიჟეთი იქ ცხოვრობს ახლა 700.000 ქართველი. ჩემო კარგებოდა, თავად მოსკოვში 300.000 ქართველი ცხოვრობს. 9 წელია იქ ცხოვრობდნენ და ადრე რომ მიდიოდნენ მოღალატეები იყვნენ. ეხლა შეიძლება წასვლა? მე ვერ ხედავ პრობლემას საერთოდ, ვერ ხედავ ამ გაღიზიანებას თქვენგან, ვერ ხედავ რატომ სრულიად საქართველოს არის გაღიზიანებული, ამასაც ვერ ხედავ, საერთოდ ვერ ვამჩნევ. ამ დარბაზშიც იქნება სულ 10 ადამიანი, 20 ადამიანი, ვინც ამას ასე კატეგორიულად. ანუ თქვენ არ მიიჩნევთ ამას არანაირ პრობლემა და ფიქრობთ რომ ეს არის ჰიპერბოლიზაცია, რომ აი მთელი ერის წინააღმდეგ როგორც დათვა. ეს არის სხვა პრობლემები აწუხებს ჩვენ ქვეყანას, გაძლევთ რომ მწვავე პრობლემები გაწუხებს და ჩვენ გადატანა ყურადღება ხდება ამ ძალიან უმნიშვნელო ფაქტს, რომელიც ახლა მოხდა. კარგი, დიდი მადლობა. თუ შეიძლება ქალბატონი ირმა ჭოლუკავა გისმენთ და შემდეგ ქალბატონო ხათუნა. მიუღებელია პირადად ჩემთვის ნებისმიერი ფორმით. მაშინ როცა რუსეთი არის ოკუპანტი, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ვინც გინდა ჩავიდეს, იმღეროს, იცეკოს, თუნდაც ქართული დიასპორისათვის არის ჩემთვის პირადად არის სამშობლოს ღალატი და ამას მარტო მე არ ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით. რატომ ხომ ფიქრობ რომ ძალიან რადიკალურია ეს შეფასებები? სამშობლოს ღალატი. აბსოლუტურად მე 100%-ით ასე მიმაჩნია და ამით აი როგორც ახლა ბატონი იური მეჩითოვი აცხადებდა, მომავალ თაობას ვrqვნით და იცით რას ვასწავლით? დაემონა ოკუპანტს და ოკუპანტის მონობა არის ჩვეულებრივი ფორმა თურმე. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. კარგი, ქალბატონო ხათუნა რა სიტყვით თქვენ? არ ვიცი, აბა მარტო ჩვენმა მომღერალმა, ნიჭიერმა მომღერლებმა რესტორნებში იმღეროთ და ნათლობებში? აბა რა გააკეთონ? მაშინ ბატონი დათოსის აქ რატო გავაგდეთ ეს სამშობლოს მოღალატეა? ბაიჟებს თუ არა ქართულმა? ვინ? დათო ხუჯაძეა? ჩემთვის არ არის დათო ხუჯაძე სამშობლოს მოღალატე. მოდით ამ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩავა იქ და იმღერებს, ვიცით. მოგდე ეხავე გადმოვალ მაგას. სამშობლოს ღალატი უფრო სუსტ რაღაცა არის, ვიდრე რომ ხელოვანი ადამიანი წავიდეს და გაიტანოს შენი კულტურა, შენი ნიჭი და ასეუბნებით თქვენ ერის სახე. მაშინ რასეუბნებით თქვენი ადამიანების ოჯახებს 170 ადამიანი არის ოფიციალური სამხედრო არის დაღუპული 2020 მაგათ არ დაუღუპიათ ხელოვნებს არ დაუღუპიათ. მოდი დათოს მიირჩენ მიკროფონს თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ. არის კატეგორია ხალხის ახლა როგორც მიხედავ რომ სამშობლოს ღალატს და თავიანთ პირად ინტერესებს და ამბიციებს ერთმანეთში ურევენ. დავიწყებ იქიდან რომ ის ხალხი ვინც იქ ცხოვრობენ ისინი ძალიან ქართველები. და არ შეიძლება ასე საუბარი რომ ესენი არის ყველანი მოღალატეები. და მე უბრალოდ ის ვერ გამიგია რომ აი ჯერ ერთი რატომ უნდა გადაწყვიტოს ვიღაცამ მე ან ვინმე აი ჩემი კოლეგა სად წავიდეს როგორ წავიდეს როგორ ჩამოვიდა თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ან სიმღერის ჩაწერაში ან ღამეები ათენეთ ან თუ რა რატო წყვიტავთ თქვენ ჩვენს მაგვიად რაღაცეებს არის გასაგები ახლა ის ეხავე ერთი წუთით ლიზა თუ შეიძლება რეპლიკისთვის და ეხავე რაღაცებზე არის აქ რაღაც გათოლებები მაგრამ მთლიანობაში ასე არ შეიძლება საუბარი ხალხზე დათო თქვენ რომ ჩვენი პროფესია
კარგი, დიდი მადლობა რეპლიკისთვის და შემდეგ ლიზას და მე მაგიდასთან დავსვავ პირველ შეკითხვას, შევ მოგიბრუნდებით ცოტა ხანში. დიახ. მე არავის არაფერში არ ვარ დადანაშაული. უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ოკუპანტის ქვეყანაში ცეკვა თამაში ნებისმიერი სახით. ცეკვა თამაში არ არის, ეს არის ხელოვანი ადამიანი და ხელოვანი ჩვენ მივდივართ ომში და იქ თამაშობთ, მიდიან მომღერლები და მღერიან ომში. ჩვენ ესე იგი ერის მოღალატეები ვართ, არა ვართ ჩვენ ერის მოღალატეები. ნიჭიერები არიან და მე პირიქით ამაყი ვარ, რომ ქართველი მიდის და მღერის ზუსტად აი ოკუპანტული ფორმა და მოსაწონი და თუნდაც პუტინისთვის ემღერა და პუტინის დაკვეთა ყოფილიყო, ესენი ვალდებულებიც არიან. რაში არიან ვალდებულები, რომ პუტინის დაკვეთით? ნუ ეხლა მე სულად გამომივიდა ეს, რომ პუტინის რა თქმა უნდა ბჭყალებში, მაგრამ თუ მიიწევს ხელოვანს, პოლიტიკა აბსოლუტურად თუ სხვა რაღაცა არის და ხელოვნება აბსოლუტურად თუ სხვა რაღაცა არის. კი ბატონო. და ეს არაფერი ეროვნული კარგი, ლიზა გისმენთ და მე აქე დავსვავ პირველ შეკითხვას მაგით. ამერიკელებთან კარგად მივიხარ და კარგად წინგიცაობთ იქა. აბა იქ წასულიყვნენ თუ იტყოდით მაგათ. დიდი მადლობა, გისმენთ. შეიძლება მხოლოდ ლიზა ჩემს გისმენთ. პირად პოზიციას გამოვხატავ. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან მოღალატეები, არც ქვეყნის მტრები არ არიან, ზუსტად ისევე როგორც არ იყვნენ მოღალატეები, არც ლიზა ბაგრატიონი, არც დანი ბრეგვადე და არც ის ადამიანები, ვინც რუსეთში დადიოდნენ. მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ პირველ რიგში მოქალაქეები. ჩემი მოქალაქის სინდისი მე კარნახობს. წავიდე თუ არ წავიდე. ჟურნალისტებთანაც მოვიდა მოწვევა, მოსკოვში გასეირნება და იქ დუმის დეპუტატებთან შეხვედრა. ძალიან მინდა მოსკოვში წასვლა, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს, მაგრამ მე არ წავალ, იმიტომ რომ იქ რო შევხვდები იმ ადამიანებს, მე შემდეგ მე უკვე ჩემი თავისუფალი პოზიცია უკაცრავად გასეირნება და დუმის დეპუტატებთან შეხვედრა რას ნიშნავს? გასეირნება წყალებში. მე ჟურნალისტი ვარ და რომ მომეცე საშუალება რომ ჩავიდე და ჩავწერო ქვეყნის იმ ქვეყნის თუნდაც პირველი პირი ან რომელიმე პოლიტიკოსი, ეს გასეირნება ალბათ ჟურნალისტის შემთხვევაში არ არის. გასეირნება ამ შემთხვევაში არის ბჭყალებში, მაგრამ ეს იყო იმისთვის ზუსტად გაკეთებული ეს მოწვევა, რომ ესე ვთქვათ, მოვთაფლოთ ქართველი ჟურნალისტები, ანუ კარგად გავასეირნოთ, ვასიამოთ, რომ შემდეგ ისინი იყვნენ უფრო ლიბერალურები ჩვენსადმი. ეს იყო ესეთი კონტექსტი, მაგრამ დაუბრუნდეთ თემას. მე მინდა ისე აი ამ ჩემი მოქალაქის პოზიციას დაუბრუნდე, რომ მე არ წავიდოდი, იმიტომ რომ რო წასულიყვნენ, თუნდაც კორპორატივზე გამოსასვლელად ან არ ვიცი, ქორწილში ან სადღაც კერძოდ ალბათ კონცერტით უფრო გავამართლებდი, იმიტომ რომ მომღერლის შემოსავალი არის მისი კონცერტი და სასიმღერო კარიერა. მაგრამ როდესაც მიდიხარ ხუბუტიას არ დაგიმალავთ და ჩემთვის ეს არის პუტინის შისტორკა, აი ხუბუტიასთან და მისნაირებთან რომ მიდიხარ, ხო მათი მოწვევით, უკვე ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მე ვფიქრობ, რომ ბევრი არ მალავს ეს ადამიანი, რომ ის არის კომაგი პუტინის, აი ესეთი ფორმით გამოდის, არ ვიცი, ჩანს თუ არა, ხუბუტია პუტინის მაისურში, მაისური არის, სადაც პუტინია გამოსახული. და ამბობს კიდევაც, რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც გადაარჩენს საქართველოს და მსოფლიოს. მე ესეთ ადამიანთან გაზეთ ალიაში იყო ჟანა ასანიძე, აქ არის ამ ინტერვიუს ერთ-ერთი ავტორი. მოდი შალვა, შენი მოსაზრება გითხარი და ქეთი დოლიძესთან მინდა დავსვა და ქალბატონ გურანდასთან პირველი შეკითხვა გისმენთ. სენაზე მყოფდა ამ რესპუბლიკას და ტელემაყურებლებს. ესეთი რუსული გამონათქვამი არსებობს, ცნობილი ასუძი ქტო, ანუ ვინ არის საჯული. როდესაც ჩვენ მორალურ ბრალდებას უყენებთ კოლეგებს ან ადამიანებს, ჩვენი კომპრომისები უნდა გავიხსენოთ და ძალიან კაცრად არ უნდა მოვთხოვოთ. ეს ერთი. პოლიტიკური ასპექტი მინდა შემოვიდანო, არ ვიცი, ალბათ ბევრი არ დაიჩემებს აქ ნაციონალური მოძრაობის ხომაგობას, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, რომ 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის მინისტრი ვაშაძე იყო ის ადამიანი, რომელიც ომში წაგებიდან ერთ თვეში ეპატიჟებოდა, თხოვდა უბრალოდ რუსეთის მთავრობას, რომ როგორმე ჩვენი მომღერლების და მოცეკვავების კონცერტი ჩაატარეთო, იყო ეს ასე, ამიტომ ამით ყველა ხელისუფლებას სწოდავს. ზოგადად მინდა თქვა, ძვირფასო ის ადამიანებო, რომლებიც წინააღმდეგ გამოდიხართ და მოღალატეებს უწოდებთ, ოკეი, შენზე არა მაქვს კონკრეტულად საუბარი, აქ უფრო პოლიტიკური ნიუანსები მინდა მათი აღნიშნო, იმიტომ რომ ეს გახლავთ ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებას უჭერენ მხარს, რადგან იმ ხელისუფლების მიერ არის ეს ანტირუსული ისტერია აგორებული. რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი გასაგებია, რომ არის ძალიან ცუდი ჩვენთვის ქვეყანა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ხო? მოდით იქნებ რაზე იფიქრეთ, იცი? რატომ არ იმუშავა ამ კამპანიამ ამდენი ხანი და რატომ არ არის ისე, რომ რუსეთში წასული და იქ მომღერალი ან მოცეკვავე ადამიანი
საზოგადოებრივ ობსტრუქციას არ იმსახურებს. იქნებ არასწორად იყო გაკეთებული, იქნებ ადამიანები აი ამ ყალბ ფალშს გრძნობენ. როდესაც ეს ანტირუსული ამბავი კამპანია არა, შალვა, მოდი ახლა დავკონკრეტდეთ უკაცრავად. აქ არის საუბარი ოკუპანტ ქვეყანაზე 2008 წლიდან განსაკუთრებით გამწვავებულ დამოკიდებულებაზე, ხო? ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, კი ბატონო, ქალბატონო-კეთი, ეხლა მოგცემთ. უბრალოდ მე მინდა რომ აქვე დავაკონკრეტოთ, რა იწვევს ადამიანების ამ შემთხვევაში აგრესიას, თორე ეხლავე წეღანას თქვენ მე რომ არ მიმაჩნია, რომ დათო ხუჯაძე არის სამშობლოს მოღალატე. საერთოდ არ მიმაჩნია მაგრამ პირდაპირ გეტყვით. არა, პირდაპირ გეტყვით. ზოგიერთ ადამიანს, მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით. ზოგიერთ ადამიანს აქვს განცდა და ძალიან ბევრს ჩვენთანაც გვაქვს ეს დამარცხებული ადამიანის განცდა და ჩვენ გვიხარია ის ცუდი რამ, რაც რუსეთს შეიძლება დაემართოს. ზოგიერთს აქვს ურაპატრიოტული აღტკინება, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურის ზოგიერთს აქვს პროტესტი, მაგალითად 2008 წელი და ომი და ამ ადამიანებში მეცვა, რომელსაც ეს პროტესტი აქვს ოკუპანტის მიმართ, ხო? რომ ეს პროტესტი იმდენად კარგად იყო რეჟისირებული პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც სათავისოდ იყენებდა ამას, რომ ბევრ ადამიანს გაუჩნდა სიყალბის განცდა, რომ ისინი რაღაც სიყალბეში მონაწილეობენ და ეს არის პრობლემა. კარგი, დიდი მადლობა. დრაგნება ძალიან მოკლედ და კეთი დოლიძეს თავსავ შეჭი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ბებია ყავს რუსი. კუზნეთოვა, ფაინა. ასე რომ სისხლით ნათესავები არიან ჩემთვის რუსები. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რუსეთი არის ოკუპანტი და ჩემთვის მიუღებელია ყველანაირად. ოკუპანტის ქვეყანაში ცეკვა თამაში და არანაირი პარტიული კუთვნილება არავის მიმართ მე არ გამოჩნდა. კარგით, კეთი დოლიძეს მინდა დაუსვათ შეკითხვა. ქალბატონო კეთი, ინტერაქტივის კითხვიდან გამომდინარე, თემის აქტუალობიდან გამომდინარე. სხვა შორის ერთი რამ უნდა ვთქვა, სოციალურ ქსელებსო ვაინჭებთო ძალიან დიდ მნიშვნელობასო, მე არ ვთვლი, რომ სოციალურ ქსელებს არ უნდა მივაინჭო დიდი მნიშვნელობა. დღევანდელი გადაცემის ანონსმა მოხსნა ნახვებში თუ არ ვცდები ჩვენი გადაცემის ყველა ანონსებთან შედარებით რეკორდი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაუშვათ ადამიანებისთვის ეს თემა არის საინტერესო. გისმენთ ქალბატონო კეთი? ოღონდ დავამთავრებინეთ, ხო? შემოთხეთ რამე რო არ ვაპირებ რომ დაგაგზავნო. მაგაში არის საქმე. 2008 წლის უბედურების მერე გავიდა ზუსტად რამოდენიმე თვე და სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა ყველა ვარსკვლავი, ვინც კი გაგიგიათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან დაწყებული შერონ სტოუნი, რომელიც აქედან გადაფრინდა სხვათა შორის მოსკოვში, მე იქიდან პეტერბურგში ერთ წუთით გურანდა. იქ იყო კევინ კოსნერი, იქ იყო ალენ დელონი, იქ იყო დეპარდიე, იქ იყო ყველა, იქ იყო გოლდი ჰოუნი. აი თუ კი ვინმე იყო, იქ იყო დაახლოებით 200 ძალიან მეგა ვარსკვლავი, დიდი მეგა ვარსკვლავი. პუტინთან ერთად ეს იყო საქველმოქმედო რაღაც ბავშვებთან დასახმარებლად და ასე შემდეგ. პუტინი გამოვიდა, დაიწყო ბლუბერი ფილდ და იმათ ერთად იმღერეს, მერე ადგნენ, მერე ყველა ადგა, ტაში დაუკრეს და ერთად მღეროდნენ ბლუბერი ფილდს. მე არ მინახავს და შემიძლია დოკუმენტურად დავამტკიცო, არც ერთი გამოცემა, ტელევიზია ბეჭდვითის, რომელმაც ამას ხაზი გაუსვა. მე უკაცრავად ამ ინგლისური სიტყვისთვის დავაშიარე ერთი 100-ჯერ. ყოველ დღე ვაშიარებდი. არ ყოფილა ამაზე არანაირი რეაქცია. იმაზე რომ როგორ მოხდა, რომ ამხელა უბედურება დაემართა პატარა ქვეყანას, იმის მეათედი რო ამტყდარიყო მსოფლიოში. რაც აყდა უბედურ უკრაინაზე. ნუ ალბათ უფრო დიდი ქვეყანა და ევროპის მიჯნაზეა. მომისმინეთ, აბსოლუტურად არავის არ უთქვამს, რომ რა დაემართა ამ ქვეყანას, რა უქენით, რა ჯანდაბა დამართეთ, რატო წაართვით 2/3 ტერიტორიის. იმიტომ რომ იქ იყვნენ ის ვარსკვლავები, რომელთაგანაც თითო რო ჩამოვიდეს აქ, ჩვენ გავგიჟდებით, გადავირევით, მივიღებთ და ნუ ისინი თავის საქმეს, მაგრამ ყველა ჩავიდა იქ. პუტინთან და უნდა გითხრათ რომ პუტინს არავითარი ფული მათთვის არ დაურიგებია. ეს ნამდვილად ვიცი. არა, მათ შეიძლება არ ქონოდათ პროტესტი, მაგრამ მე რო ქართველი ვარ, მე პროტესტი მაქვს. მომისმინე, მაგრამ მე გეუბნები ოკუპაციის გამო. თვითონ ფაქტზე, რომ ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც 3 თვის წინ იგივე, ეხლა მე სხვას გეტყვით კიდევ. მე მაგალითად ვიცი, რომ აქედან იყო შეთავაზება
რამოდენიმე ადამიანის აი მეიდანი რო დაიწყო მე-7 თუ მე-10 დღეს, რომ აი მივმართოთ ჩვენ იმას რა ქვია, უცხოელ პროდიუსერებს, ფესტივალებს, დირექტორებს და ასე შემდეგ, რომ გამოაცხადოს სოლიდარობა უკრაინასთან და არასდროს არც ერთი რუსული დასი კომპანია მსახიობი არ მიიღონ ევროპაში. ამაზე იყო რეაქცია? ვინმე მამას უპასუხა? თქვენ ვერ გრძნობთ, რომ ერთ რამეს ეხლავეთ და დავამთავრებ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება აი აქ არის 7 მაგი, 10 მაგი სტანდარტი მუშაობს. ადამიანებს, რომლებსაც ანადგურებენ, ესე იგი, როგორ ჩვენი უდიდესი რეჟისორები, თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, მოღვაწეობენ მოსკოვში, პეტერბურგში, დგამენ, ოთარ მეღვინეთ-ხუცესი თამაშობდა მართალია 2008 წლის მერე ფეხი არ ჩაუდამს მოსკოვში, მაგრამ ერთი წუთით, კარა, ესე იგი მე შემეცი. ერთი წუთით ტაბაკოვის საღამოზე, მაგრამ არა სათამაშო. არა სათამაშო, ტაბაკოვის საღამოზე. აბსოლუტურად ყველა მართველი. როდესაც რთულდება სიტუაცია, დაწყებული კომუნისტების რეჟიმიდან დამთავრებული დღემდე, ნამდვილად ესია, როდესაც რაღაცა დავამთავრებ ეხლავე. ნამდვილად დავამთავრებ. ყოველთვის ამბობს, რომ იცით რა, მოდით რა და გვეძახის ვის? რეჟისორებს, მსახიობებს, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლეთ, მოდით იქნებ წახვიდეთ და დაათფოთ ურთიერთობა. იქნებ რამე კონტაქტები მონახოთ. ესე იგი მეც მოღალატე ვარ სტასნამინთან, რომ 2 სპექტაკლი დავდგი. მე ვიცი ერთი რამ, რომ როდესაც იგივე რობერტ სტურუა ანტირეჟიმულ სპექტაკლებს დგამს, როდესაც მე ანდერგრაუნდს მადგმევინებენ და უნდა გითხრათ, თუ გინდათ რომ რუსულ თეატრში არ მუშაობს, თქვენ წარმოიდგინეთ ცენზურა. როგორ? აგერ ეკამაზმიშვილის ფესტივალზე მშვენივრად ჩამოვიდა მირონოვი, უდიდესი მსახიობი და ითამაშა, პოლუნინი. ეხლა ჩვენ ფესტივალზე საჩუქარზე, რომელიც 17-ში იწყება, ჩამოდის კანჩელოვსკი, კი, მე ავარჩიე ისინი, ვინც ესე იგი უკრაინას დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს კორიფეები ჩამოდიან. და რა ვქნათ, ეხლა გამოუცხადოთ ისინი ვინც უკრაინას დაუჭირა. არა, მარტო ეგენი არ ავარჩიე, სხვასაც ავარჩევ. იმიტომ რომ მე მგონია, რომ დიალოგი ხელოვანებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა, ქალბატონო კეთი. ძალიან მნიშვნელოვანი. მიხალკოვი ჩვენ ცალკე არ გვიყვარს, რა შეჭირდა. მიხალკოვი მე მიმაჩნია, რომ დღეს არის ვილიკა ძირჟამიკი და არ შეიძლება ესე თელ ერზე გადაანაწილო. დიდი მადლობა. ერთი წუთით მიხალკოვზე თავს იკლავდა სააკაშვილი, სანამ მიხალკოვი არ ჩამოვიდა თავის ქალიშვილის ქორწილში, ოღონდ მისულიყო და მიხალკოვთან. კი ბატონო, კარგი, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, გისმენთ. არის კიდევ ერთი დაპირისპირების ბოღმის დაამთავრეთ ხალხო, ერთმა ამერიკელმა მითხრა და ამაზე ნამდვილად ვამთავრებ. გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ისინი არიან თქვენი მეზობლები, ჩვენ თქვენი მეზობლები არა ვართ. და მითხარით, 2008 წლის მერე რამდენმა ქვეყანამ დაგიჭირათ მხარი. თუმცა ისინი არიან მეზობლები, რომლებსაც მოახდინეს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. არ უნდა შეურიგდეთ ოკუპაციას. ეხლა მე ნუ დამაბრალებ იმას, რა ქვია, არა პატრიოტობას. თქვენზე ნაკლები პატრიოტი არც ერთზე არ ვარ აქ. ამიტომ ეს სწორია. დიდი მადლობა. დიახ, აფხაზებთან შესახვედრა და შესარიგებლად ჩვენ წავედით. კი ბატონო, ქალბატონო კეთი, რამდენიმე წუთში მე ისევ მოგცემ თითქოს ნათია კობერიძე უკაცრავად. ნათია კობერიძეს ვაძლევ სიტყვას და მიხეილ ხუბუტი არის მოსკოვიდან პირდაპირ ხაზზე და შემდეგ ისევ დავბრუნდებით მაგიდასთან, გისმენთ? ქალბატონო კეთი, ჩათვალეთ საერთოდ არ ვარ პატრიოტი, უბრალოდ პრაგმატული ადამიანი ვარ და მტერთან ერთ მაგიდასთან არ ვჯდები. გასართობად არ ვჯდები, უბრალოდ პრაგმატული ადამიანი, მე იმიტომ დამადიანებს. იმიტომ რომ დამადიანებს. ებრაელების ლიდერი. ამაზე კინაღა მოკლეს ვიღ. არა, პოლიტიკოსების ურთიერთობა სხვა არის, პოლიტიკოსების ურთიერთობა სხვა კონტექსტი აქვს და რატო ჩაეხუტა და რა მოყვა ამ ყველაფერს, ეს კიდევ სხვა ისტორიაა. და ის კიდევ სხვა ისტორიაა. გარდა იმისა, დიდი გოდიში აღარ შემოგვიყვანოთ რა. როგორ შექმნა ორკესტრი. არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეთ ამერიკელი მსახიობების
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის, სადაც პუტინი საერთოდ არ მონაწილეობდა და არ იყო მიწვეული, მოულოდნელად გამოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ თუ ბევრი რამ წაიგეთ იმ საქველმოქმედო და არადგნენ და ტაში არ დაუკვეს და არ იმღერეს. უკვე შეზარხოშებული რამდენიმე ამერიკელი მსახიობი, კი, ნამდვილად. იქ აშკარად ჩანდა, რომ დარბაზში ნაწილი, მათ შორის მონიკა ბელუჩი არ განძრეულა საერთოდ. და რამდენიმე მიუხედავად იმისა, რომ თქვა საქართველოს არ ქონდა ისეთი მხარდაჭერა სამწუხაროდ, როგორც თქვა უკრაინის მოვლენებს და მე ვიმედო რომ უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსაც მეტი მხარდაჭერა ექნება მომავალში. ნეტარ არიან მოწმუნე. დიახ და ასე რომ იმ საღამოს ინტერპრეტაციას თქვენი მხრიდან უკვე იმ თავითვე არასწორია და ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად სწორია. ნახეთ ყველამ YouTube-ზე ეს. არა, ნახეთ ეს ვიდეო და თქვენ დარწმუნდებით ამ შეხვედრის შესახებ. ბევრი დაიწერა. კი, არა, ბაქალხო, თქვენ არ დაგიშეარებიათ, იმიტომ რომ უჭერთ. მე დავაშეარე ეს ვიდეო, მახსოვს ძალიან კარგად. რაც შეეხება მოსკოვში ვიზიტებს და ასე სიმღერას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვს თავისუფალი არჩევანი, რა თქმა უნდა, ვერანაირი სახელმწიფო და ვერანაირი რაღაც ესეთი ოფიციალური ორგანო, აი თქვენ როგორც ზანებთ, რატომ ევროპა და დასავლეთი არ უკრძალავს რუსეთის მსახიობებს იქ ჩასვლას, არავის არ უსწრება. რაიმე თქვა ბარიერები ამ შემთხვევაში ხელოვნურად დაწესდეს, მაგრამ ადამიანები აკეთებენ თავის არჩევანს, თავისუფალ არჩევანს. და მე მაინც მომხრე ვარ იმ პოზიციის, რომ არ უმღერო და არ უცეკვო ოკუპანტს. თქვენ ფიქრობთ ნახე რომ ეს არის ოკუპანტისთვის სიმღერა? ქართველი მომღერლები, რომლებიც იქ ჩავიდნენ, ამბობენ რომ ისინი ქართველებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი. ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი, ანუ ამ შემთხვევაში ეს არ იყო პირდაპირ კრემლის მიერ დაფინანსებული კონცერტი, ასე ვთქვათ. ეს იყო თბილისობასაც ბევრად დაიწერა ძალიან გულისამაჩუყებელი სიტყვები ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ ქართველები მივიდნენ, მოსკოველი ქართველები და რაღაც ემოციები ჰქონდათ და რაღაც ძალიან გაუხარდათ ქართველი მომღერლების ჩასვლა. მაგრამ დამფინანსებელი იყო მიხეილ ხუბუტია. ვინ არის ხუბუტია? ვიცი. ვინ არის? მიხეილ ხუბუტია არის კრემლის მართული, კრემლისთან ძალიან ლოიალურად განწყობილი პუტინისტური პოლიტიკის, რომელიც აშკარად ანტიქართული პოლიტიკაა, პუტინისტური პოლიტიკის მხარდამჭერი, დამფინანსებელი და ასე შემდეგ. არ ვიცით, კიდევ რა ძალიან ბევრი ბნელი საქმის მონაწილე, რომლის შესახებ ჩვენ შეიძლება ბოლომდე არც ვიცით, მაგრამ ამ ადამიანის პოზიცია ზოგადად რა არის რუსეთი და რუსეთსა და საქართველოს შორის თქო. ურთიერთობები როგორ უნდა იყოს, დღესაც გამოქვეყნდა ინტერვიუ, პუტინი არის ამ ღმერთთან ერთად საქართველოს გადარჩენა. გააკეთებინა და სხვას გააკეთებინა. ხუბუტიას დაფინანსებულ კონცერტში ჩასვლა არის პრობლემა. მე შორს ვარ იმადის, რომ ამ ადამიანს ეძახო მოღალატე ან ვიღაცას ვისაც უნდა რომ წავიდეს და რუსეთში იმღეროს, მოღალატე არ არის აქ ამ შემთხვევაში. მოღალატე არ არის საქმე აბსოლუტურად, მაგრამ რაღაც ერთგვარი მორალის საკითხი არ მიყვარს, მორალის საკითხი, მორალის სახელით ლაპარაკი საერთოდ არასწორია, მაგრამ არის ამ შემთხვევაში დგება გარკვეული მორალის საკითხი, როდესაც ოკუპანტთან ასოცირებულ თუნდაც ადამიანთან ჩადიხარ. რა თავარია, დიდი ბოჭდა მნიშვნელოვანია. ხუბუტია არის კაცზე მოსკოვიდან. გამოჩნდა მე იქ ხუბუტიასთან დაახლოებული ბატონი გაბედავას კომენტარებით. მან ისეთი შეურაცხყოფა მიაყენდა ნინო ჩხეიძეს, იმიტომ რომ ისი ქმარი არის. კარგით, არ არის აქ-ერთი და ამიტომ შეიძლება რომ ამ ადამიანებთან ჩასვლას უბრალოდ არავითარი ფასი არ აქვს. დიდი მადლობა. მიხეილ ხუბუტია გვერდება პირდაპირ ეთერში, ასევე ჩვენი სტუმარი იქნება გოგა ხაჩიძე, რომელიც ასევე შოუ ბიზნესიდან გახდა სწორედ პოპულარული. ბატონო მიხეილ, საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ, პრინციპში აქ უკვე იყო სტუდიაში საუბარი იმაზე, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ კრემლთან დაახლოებული, პუტინთან დაახლოებული ხუბუტია იყო ამ კონცერტის მასპინძელი, ამ ვარსკვლავების მასპინძელი, ამან გააჩინა ეს დამოკიდებულება და აგრესია მან ჩამოსული ქართველი მომღერლების მიმართ. ამ წუთას საუბრობდა ამაზე ქალბატონი ნათია კობეიძე. გისმენთ? ნუ ჯერჯერობით პირველ რიგში მოგესალმებით და დაახლოებული რო ვარ, მაგაში არაფერი არ არის. ჩვენ ჭადრაკის თამაში ალბათ გაგვავიწყდა ქართველებს და ერთადერთი ხერხი როგორიც შეიძლება ქართველები აფხაზებს შეუდგნენ. აი გოგონა, რომელიც ოსი გოგონა გამოვიდა იმ კონცერტზე და იმ უმღერა ქართველებს უსურვა წარმატებები და დღეგრძელობა. აი რა უნდა უთხრან ოსებმა იმ ადამიანს, წარმოიდგინეთ და ჩვენს მომღერლებს ვყბენთ, იმიტომ რომ ჩამოვიდნენ მოსკოვში და იმღერეს. ხვალ ზეგ თუ არა ამ ჩვენს ვარსკვლავებს ვინ უნდა გაუშვათ აფხაზეთში და ვინ უნდა იმღეროს. თუ ვიღაცას აღეზიანებს ჩემი გვარი ან ჩემი სახელი, შეუძლია დაივიწყოს და მე მგონი კარგი საქმის გარდა არაფერს ცუდს არ ვაკეთებ. მე ყოველთვის ყოველ შეხვედრაზე ვცდილობ რომ საქართველო გახდეს თლიანი, საქართველო აღდგეს და საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს
რუსეთის ფედერაციასთან. თუმცა ბატონო თქვენი განცხადებები, მაგალითად იგივე ის რაც დღეს გამოქვეყნდა, რომ საქართველოს გასაღები ღმერთის და პუტინის ხელშია, არ ფიქრობთ, რომ აი ასეთი ტიპის განცხადებები იწვევს სწორედ მერე იმ აგრესიას, რაც უკავშირდება თქვენ სახელს და გვარს და თქვენი სახელი და გვარის ხსენებას აი ამ კონცერტებთან დაკავშირებით. ძალიან რთული მოსასმენია და მეთანხმეთ, რომ ოკუპანტ ქვეყანაზე და მის პრეზიდენტზე, როდესაც ამბობთ, რომ თურმე საქართველოს გასაღები არის სწორედ პუტინის და ღმერთის ანუ ეს აგრესია ხო არ ფიქრობთ, რომ სწორედ აი ამ თქვენი განცხადებების და თქვენი პოზიციების გამო არის და არა შესაძლებელია იმ ქართველი მომღერლების ცალ-ცალკე, რომლებიც იქ ჩავიდნენ. ჯერეთი და მე ვამბობ ჩემს მოსაზრებას, მეორე და მე ვამბობ სიმართლეს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც ჭხვილკიები და ვიღაც ესეთები რო დადიან და რომ გაიძახიან, რომ პუტინი ჩვენი მტერია, რუსეთი ჩვენი მტერია, თუ იმათ ხელშია, მაშინ გადაწყვიტონ ეგ საკითხი, ვიღა უშლით ხელს. მე ვამბობ სიმართლეს და ეგ სიმართლე თუ არ უნდათ, ესე დარჩება ყველაფერი. ესე იგი როგორც არის, ესე დარჩება და მე მინდა სიმართლე იყოს, სიმართლე გაიგოს მოსახლეობამ. ეს ესეა. დღეს რო გადავხედოთ, ხო, რაც უკრაინაში მოხდა, რაც მსოფლიოში ხდება, პრინციპში ლიდერია ნომერ პირველი მსოფლიოში დღეს. კი ბატონო, მოდით თუ შეიძლება მაგის ხელშია და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ შეიძლება სხვანაირად ვილაპარაკოთ, შევაგინოთ, მაგრამ რა აზრია გენებას კიდე კარგიენით, კარგი მოქცევით და იმის დამტკიცებით, რომ ჩვენ ვართ ლოიალური ხალხი, ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი, ამით უნდა დაუმტკიცოთ მთელს რუსეთს და ჩვენს ძმებს აფხაზებს, ჩვენს ძმებს ოსებს. მე ძალიან მინდოდა, რომ სახალხო არტისტი ხიბლაგი ზმავამოსულიყო აფხაზი ემღერა, მაგრამ სამწუხაროდ ეგ მოსკოვში არ იმყოფებოდა და იმიტომ არ მოვიდა. ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ, ვამღეროთ. დიახ. დიახ, ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ, ვამღეროთ. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პოსტი, რომლითაც აპროტესტებდა ფაქტს იყო დეპუტატი გოგა ხაჩიძე, იგი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, მანამდე დარბაზიდან მთხოვს ერეკლე დეისაძე სიტყვას, თუ შეიძლება ერეკლეს მოусმინოთ და გოგა ხაჩიძეს თავ პირდაპირ ეთერში გისმენთ? უკაცრავად, ძალიან გთხოვთ, უკაცრავად. კარგი, ერეკლე. კარგი, გოგა ხაჩიძე პირდაპირ ეთერში გვერთვება. გოგა საღამომშვიდობის, ბატონო გოგა, გესმით ჩვენი? ერთ-ერთი თქვენი ყავით, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გააპროტესტა რეალურად ქართველი მომღერლების მონაწილეობა იმ კონცერტში, რომლის დამფინანსებელი, რომლის მასპინძელიც იყო მიხეილ ხუბუტია. მოისმინეთ ახლა მისი განცხადებებიც და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილიც. გისმენთ? იცი რა, მე მინდა ჯერ პირველ რიგში თვითონ ქართული შემსრულებლებზე ვთქვა ორიო სიტყვა, იმიტომ რომ მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ მათ რაღაც მოღალატეები, ქვეყნის გამოკიდებლები და ასე შემდეგ რაღაც იარაღები მივაწებოთ, თუმცა მათ ვერავინ ვერ დაუშლის, ვერც ადრე ვერ დაუშლიდა, ვერც ახლა ვერავინ დაუშლის. სადაც უნდა იქ იმღერებინ და რაც უნდა იმას გააკეთებენ, თუმცა ჩვენც ასევე შეგვიძლია, საზოგადოებასაც შეუძლია და მათ შორის მეც რომ ამ ყველაფრის მიმართ ჩემი დამოკიდებულება გამოხატოთ. დამოკიდებულება მაქვს ის, რომ ეს ხო არასწორი, ჩემთვის არის გაუგებარი. იცით, შეიძლება რაღაც ახსნები ქონდეს ყველაფერს. რისთვის ჩადიხარ, რას ამბობ? სიტყვა შეიძლება ვიღაცა ჩასულიყო და ფუსირაიოტის გოგონები მოენახულებინა და რაც სოლიდარობა გამოეხატა და იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ჩემის აზრით და ძალიან ძნელი ალბათ ამას დავა, არის დღევანდელ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრისთვის ყველაზე დიდი მტერი, ნომერ პირველი მტერი ეს გახლავთ პუტინი. მაგრამ როდესაც ჩადიხარ რაღაც გაურკვეველ მოსკოვურ თბილისობაზე და თან ალბათ დამოკიდებულების საკითხიც არის, ცით რატოა ჩემთვის გაუგებარი. როდესაც რაღაცა ხან აფხაზეთს ესალმები, გამარჯობა აფხაზეთ, თუ ხან როგორ ახარ სამაჩაბლო, ხან რაღაცა ფსოუს წყალს ვერ გაწიწკნით, რომ ბევრი არ დალიო და ასე შემდეგ და ამის შემდეგ აი რაღაცა ასეთ კონიუნქტურებში რომ ჩართული ხარ, ჩნდები, შენ პოზიციებს აფიქსირებ და უცბად რაღაცა მეორე მხრიდან გადაწყვეტავ ფსოუს წყლის დალევას, ცოტა გაუგებარი არის. უკაცრავად, ბატონო, რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება? იმან რომ ეს მომღერლები ჩავიდნენ ოკუპანტ ქვეყანაში, იმან რომ ის მასპინძელი იყო ხუბუტია თუ იმან რომ ისინი იყვნენ 9 წლის განმავლობაში თქვენს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. მოდით ახლა პირდაპირ ვთქვათ, თქვენ ახსენეთ ფსოუს წყალი, არაერთი კლიპი გვინახავს, არაერთი გადაღებული ვიდეო გვინახავს ამ ადამიანების მონაწილეობით. ღირსების ორდენების გადაცემა. თავარი და მნიშვნელოვანი ალბათ ჩემთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი არის ის, რომ
გაუგებარია რატომ? იმიტომ რომ ვინმე დაობს იმაზე რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებისთვის ნომერ პირველი მტერი დღეს არის რუსეთი. როდესაც ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ, ეს ცოტა გაუგებარია ჩემს ახლა. მანცხვდომის სტუმრებისთვის დაუშვათ. ყველას აქვს ალბათ რაღაც ბინა და აი 6 ოთახიან ბინაში ვიღაცა მეზობელმა რომ ერთი ოთახი წაართვას. ძალით წაართვას და რაღაცა მე მიიწვიოს სამღერლად და საციკო დარწმუნებულია არავინ არ მიეკარება ეს მაგრამ ხა ქვეყანა ბინა არ არის საკუთარი არ არის განცდა არ არის ამის თუ რა ხდება არ მესმის ერთი იცით რა არის შეიძლება რომ დაუშვათ უფრო გასაგები და ლოგიკური იყოს იგივე სპორტსმენების რომელსაც ასევე არ მქონდა მე ვთქვათ დადებით დამოკიდებულება მაგრამ რაღაცა სოფლიო ფორუმია დაუშვათ რაღაც ახსნა შეიძლება მომზადოს ასაკის პრობლემაა ემზადები და ამიტომ შეიძლება რაღაცა ლოგიკა გამომძებო მაგრამ არაფრის გამო ყველაფერი ერთად ოკუპანტ ქვეყანაში შენს მტერ ქვეყანაში რომელსაც ამ წუთშიც ოკუპირებული აქვს აგრძელებს შენი ქვეყნის გრევას და გაუბედურებას იქ ჩადიხარ და რაღაცა გაურკვეველ კონცერტში მონაწილეობ არ არის ეს ჩემთვის მისაღები გაურკვეველი კონცერტი რომელზეც თქვენ საუბრობთ ეს იყო ხუბუტიას დაფინანსებული და ჩვენს ანონში იყო კადრი მიხეილ სააკაშვილი ხელგადახვეული მიხეილ ხუბუტიასთან ესეც ისტორია სახელმწიფო მოღვაწეები ეს ნახა მესმის სახელმწიფო მოღვაწეები ხა მიხეილ სააკაშვილი პუტინსაც შეხვედრია და იქ თავის სათქმელი ჩაუტანია უთქვამს ხუბუტიასაც შეხვედრია და ხუბუტიას სხვა შორის ალბათ შეუძლია რაღაც თავის საუკეთესო წლებად თუ დროთ მოინიშნოს ეს სადმე და რას ამბობს და რისთვის ჩადის სახელმწიფო მოღვაწე თუ არ ვიცი ნებავთ ხა დღევანდელი პრემიერ-მინისტრო ჩავიდეს და ის სათქმელი თქვას რისთვისაც უნდა ჩავიდეს ამაზე საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი ხა რაც შეეხება ხუბუტიას ბატონ ხუბუტიასთან რა მაქვს ახლა საკამათოდ სადებადო ყველაფერი არის ძალიან ნათელი ადამიანი უბრალოდ მეტყველება იცის ქართულად და რაღაცა ქართული სიტყვები იცის თორე ჩვეულებრივად თვითონვე ამბობს მის სიტყვები რომ ვთქვათ რომ არის სულით რუსი და ქართული მენტალიტეტიც არ ესმის იგი ფიქრობს რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი იგი ფიქრობს რომ პუტინი ნომერ პირველი ლიდერია ღმერთის ტოლფასი ადამიანია მას აქვს ხელში გასაგები და ასე შემდეგ მას აქვს თავისი პოზიცია იგი არ ჩვეულებრივ თავის ქვეყნის პოზიციაზე მის ქვეყანა არის რუსეთი გაბედავასთან ერთად ვიღაცებთან ერთად არის იქ და აქვს თავის კონკრეტული პოზიცია და მე რა თქმა უნდა როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ როგორც ამ მომღერლებს ქონდათ აქვს და ექნებათ უფლება რაც უნდათ ის გაკეთონ რაც უნდა იქ ჩავიდნენ მადლობა ბატონო გოგა ასევე ჩვენც გვაქვს და პირადად მეც მაქვს უფლება რომ ამაზე მქონდეს დამოკიდებულება ჩემი დამოკიდებულება არის მკვეთრად უარყოფით ძალიან დიდი მადლობა ეს იყო გოგა ხაჩიძე მე მიხეილ ხუბუტიას უსვავ კითხვას და გადმოვდივარ შემდეგ დათოსთან ბატონო მიშა თავისთავად თქვენი განცხადებები კიდევ ერთხელ ვამბობ არის სწორედ ის თემა რომელიც იწევს ხოლმე მსგავს პროტესტს შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიცი მოდით უკაცრავად მე დათოს დაუსვავ შეკითხვას რამ გამოიწვია ეს პროტესტი იმან რომ მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებული იყო იმან რომ ოკუპანტ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ იმან რომ ეს ადამიანები 9 წელი იყვნენ დაუშვათ წინა ხელისუფლების მხარდამჭერები. საერთოდ არ ვარ რაზე ეს ადამიანი ვინ არის მართლა. გავიგე ცოტა ხნის წინ რომ ვიღაც ტიპმა გააკეთა რაღაც კონცერტი. მე გავიგე რომ თურმე ყოფილა მიხეილ ხუბუტია. What the fuck? ხოდა ქვეყანაში რომლის პრეზიდენტი არის აბსოლუტურ მარაზმში. მე არ ჩავალ, სანამ არ გაჩერდება. სანამ ტერიტორიებს არ დააბრუნებს. უკრაინას არ დაანებებს თავს და თავისი ადგილი იპოვოს რა იმხელა ციმბირია ხალხი არის იყინება იურტებში ცხოვრობენ ისინი ჩუქჩები მიხედოს რა მაგათ რა კარგი ბატონო მიშა დაახლოებით ასეთი არის განწყობები იმ ადამიანების ვისაც მიაჩნია რომ არ უნდა მოხდეს მათ ქართველი მომღერლების ჩამოსვლა ნუ რაც შეეხება მე მგონი რუსეთი არ დაიღუპება თუ ჩემი წინამორბედი ეხლა ბატონი რომ ამბობდა არ მახსოვს სახელი და გვარი რუსეთი არ დაიღუპება იმით რომ ეგ ადამიანი არ ჩამოვა მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ სანამ აქ რუსეთის მეშვეობით არ დაუახლოვდებით აფხაზებს და ოსებს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძმობა, ჩვენი ნათესაობა და ჩვენი ერთად ყოფნა გამორიცხულია დღესდღეობით. ხო და მით უმეტეს რომ რუსეთი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, უნდა ჩვენს საკეთილდღეოდ. მით უმეტეს როდესაც განცხადებები კეთდება მეზობელი და ვიღაცა უნდა
და მე მოახერხოს არა როდესაც თურქეთი აკეთებს ესეთ განცხადებებს, რომ ბათუმი ჩვენია და უკვე თავის ესე ვთქვათ კარტაზე აღნიშნავს, რომ ბათუმი თავისია. ხო და მე მინდა ნაციონალურ მოძრაობას, არ ვიცი ბატონი გოგა ხაშიძე რას ამბობდა, მე აღარ მესმოდა, მაგრამ და მინდა დაუსვა ესეთი შეკითხვა. ის აღარ არის ხაზზე ბატონიშა. დიახ. მე ისევ მაგიდასთან უნდა გადმოვიდე. დიახ. ხო და მე მინდა ხაზი დაუსვა, ეგ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა თუ მარტო მიხეილ სააკაშვილის ეხა ორშაბათს სამშაბათს მე ჟენევაში ვიყავი და ჩემთან ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც მკითხა თუ სააკაშვილი ჩამოვა დაუშვათ მოსკოვში კი არა, თუ ჩამოვა სოჩაში შეგვიძლია თუ არა დიასპორა შევკრიბოთ და შევახვედროთ მას. მე რა თქმა უნდა თავი შევიკავე და უთხარი რომ ვიფიქრებდი. თუ სააკაშვილს უკვე უნდა მოსკოვში ჩამოსვლა, ეს დიდ რაღაცა შეგიძლიათ რომ დაასახელოთ ვინ იყო ეს ადამიანი, ვინც გითხრათ? არა, მაგას რა თქმა უნდა ვერ დავასახელებ, ეგ გამორიცხულია. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ერთი კითხვაც და უნდა დაგემშვიდობოთ. ჰონორარი რამდენი იყო ქართველი მომღერლების, რომლებიც ჩამოვიდნენ მოსკოვში და გადმოვდივარ ისევ სტუდიაში? თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? აი სრულ სიმართლეს გეუბნებით, ჯერაც და ჩემი მეგობრის მეშვეობით ნინო ჩხეიძემ გადმომცა, რომ თუ მაგას ერთ კაპიკს შევთავაზებდი, ეგ იქნებოდა მაგის ბოლო ჩამოსვლა. ესევე ნინი ბადურაშვილიც. და ლელა წურწუმია საერთოდ ჩამოვიდა თავის ნათესავებთან და დაემთხვა ეს ყველაფერი. და როდესაც გაიგო, რომ 10-15,000 ქართველი იკრიბებოდა, მაგას დაემატა კიდე 15,000 რუსი, რა თქმა უნდა, გადაწყვიტა, რომ მოსულიყო და მოფერებოდა თავის ქართველებს. დიდი მადლობა. საერთოდ წარმოდგენილი არ მაქვს, რა იყო აქ სალაპარაკო და რა არის აქ საჭრაო ამდენი, რომ მთელი კვირის განმავლობაში მთელი საქართველო ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო მიხეილ ხუბუტია, რომელიც მოსკოვიდან გვერდებოდა, გადმოვდივარ ისევ ჩვენს აუდიტორიასთან. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. გოგა ხაჩიძეს, მიხეილ ხუბუტიას ვემშვიდობები. ქალბატონო გურანდა, მთელი ეს 10 წუთია თქვენი უკმაყოფილება მესმის აქედან. გისმენთ? არა, უბრალოდ რა არის იცით, მე ვინაიდან სოხუმელი ვარ, ჩემთვის ძალიან ძნელია მოსმენა იმისი, რაც აი ახლა ბევრი რამე რაც მოვისმინე. საერთოდ კიდევ ის არის ყველაზე უფრო საწყენი და გულის აი უბრალოდ როგორ შეიძლება ხელოვნება არის ერთი და აი ეს რასაც თქვენ ამბობთ წასვლა ღალატი ეს მე არ მესმის. რა ვქნა არ მესმის. იმიტომ რომ როდესაც აქ ჩამოვიდნენ და ითამაშეს სპექტაკლი და პალუნინმა იქ ითამაშა გრიბოედოვის თეატრში, აქ მარჯანიშვილში ითამაშეს და როდესაც შუქშინი გამოაცხადეს მთელი დარბაზი ადგა და ტაშს უკრავდა შუქშინს. ესე იგი ეს არ შეიძლება. ნუ ვიცოდეთ მაინც რაც არ გინდათ. აბა გურან ჩვენ აქ გვაქვს რუსეთი ოკუპირებული? მე ეგ არ მithქვია. არ მინდა ახლა თქვენთან ლაპარაკი, არ მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენ რო ლაპარაკობთ, მე გისმენდით თქვენ. მე თქვენ გისმენდით. მე კარგი, თუ შეიძლება ვაწადოთ. აი მათ აუხსენით კულტურული სიმღერა. გაჩუმდით. კარგით, ქალბატონო, გაჩუმდით. იმიტომ რომ ლაპარაკობ. ერთმანეთს პატი მივცეთ. საქმე იმაშია, რომ ჩემი გაჩუმდით. კარგით, ქალბატონო ირმა, მე უნდა უზრუნველყო, ხო, აქ რომ ჩვენს მოწვეულ სტუმრებს ჰქონდეთ დიალოგის საუბრის საშუალება, ამიტომ გთხოვთ ძალიან. თქვენ ძალიან ბევრი ლაპარაკეთ და თუ შევდაცადოთ. თქვენ იცით რომ ჩემი ქმარი თამაშობდა მოსკოვში სპექტაკლში. მიიღო 4 პრემია. როგორც კი მოხდა ის საშინელება 8 წელს დაატოვა ყველაფერი და წამოვიდა. იცოდით ეგა? ახ არც არაფერი? რა ბედნიერი ხალი ხარ, გენაცვალე. მალადეც. მალადეც. ვაი შემპატო. ხელოვნება. ესე იგი შორს ახართ ხელოვნებისგან, ძალიან შორს. ვერ ხდებით ვერაფერს. კითხე ერთი, როდის იყო თეატრში ყოფილ ხართ ოდესმე? ან კინოში, რა ვიცი, იქნება კინოში სადაგიხართ. დამისახელეთ, რომელზეც ბოლოს იყავით თეატრში. თქვენთვის აქ სულ ერთია და ჩემთვის თუ შეიძლება. ჩემთვის არ არის სულ ერთი. რა სისულელებს ლაპარაკობს? ძალიან გთხოვთ რა. ძალიან არ მესმის. კარგი, ძალიან გთხოვთ. გენაცვალე, მე ისა დორა ვარ, დორა. ყველას. რა არის იცით? რა არის იცით? ოქიტა, აი ოქიტამ რო ადგა და ერთი სიტყვა თქვა,
ძალიან გამეხარდა, დუეტად უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ხმამაღლა იტყვის, ის გაიმარჯვებს. ზიადისტები კიდე და დაიღუპეთ. უკაცრავად, არ გვინდა ეხა გავხდეთ ამ ზიადისტების. აბა გურანდა გაბუნიამ წართვა თქვენ თაობას სიცოცხლე. რეებს ლაპარაკობ თქვენ. გაჩუმდი ფერდისის და სიცმილია. გაჩუმე რა. ძალიან ომი გაჩუმე საკუთარი პრივილეგიების გულისხმობ ხალბატონებმა უმორჩილესად გთხოვთ უნდა მომცეთ გადაცემის საყვანის საშუალება. უკაცრავად ხალბატონი გურანდა საუბრობდა და აქეთკენ ლიზას მივცემთ გისმენთ ხალბატონო გურანდა. არა რა არის საშინელება, აი არ უნდა მოვსულიყავი. მე ვიფიქრე რომ ალბათ არ არის საჭირო მისვლა, იმიტომ რომ მაგას ვერ გაიგებენ რომ სმაქტუნოვსკი მეგობარი იყო ოთარის და ერთად რომ წავიდნენ სინჯზე ფილმის სხვადასხვა როლს თამაშობდნენ. თქვენ გამიგებთ ვინაიდან გიყვართ ხელოვნება. ხო და ოთარმა რაღაც არ მოეწონა, ადგადა თქვა ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება და წამოვიდა. მოვიდა ინაკენცი სმაქტუნოვსკი, სად არის ოთარი? მინდა რომ დაველაპარაკო, არა ბატონი ოთარი წავიდა და თქვა რომ ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. მართლა? ნუ მაშინ ჩემი ფეხიც აქ არ იქნება. ადგა და გაყვა ოთარს. აი ასეთი რუსეთი მიყვარს მე. ასეთი რუსები მიყვარს და საერთოდ მსახიობები, ხელოვნების ხალხი ჩვენ ალბათ სხვები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ იმისთვის რომ კიდევ რაღაცა ვნახოთ, კიდევ რაღაცა მოვიმატოთ ცხოვრებისთვის და იმაზე ვიფიქროთ რომ ბედნიერები ვიქნებით რომ კიდევ ერთხელ ვნახავთ სერგეი ბეზრუკოვს, აი მირონოვს, ეს დიდი ბედნიერებაა. მადლობთ. თქვენს დიდი მადლობა, მაგრამ მეორედ აღარ დამიძახო თუ ესეთი ხალხი იქნება. უკაცრავად, ესეთი ხალხი რას ნიშნავს მე არ მესმის, მაშინ არა მე როგორც გადაცემის მე გაჩვენი ხელი, მე ხელით გაჩვენე. მე როგორც გადაცემის წამყვანი, ეხლა მაქვს ჩემი სიტყვის თქმის უფლება. ესეთი ხალხი ჩემთვის არ არსებობს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია და ამ გადაცემაში ყოველთვის მოვიწრევ ერთმანეთისგან პოზიციაზე არ არის ლაპარაკი, აქ ჩორაობა. ერთი წუთით მათქმევინეთ რაღაცა. ქალბატონო ინგა, როდესაც თქვენ ეთერში ახალგაზრდა კაცი იგინება და გვაგინებს ყველას და არ მაინტერესებს ვის შეადგენს. ქალებთან დათანდასწრებით თქვენ იმას ბოდიშის მოხდასაც არ თქვენ. არა, უკაცრავად, მე მას უთხარი რომ ის გაჩერებულიყო და გაჩერდა ქალბატონო კეთი და ეხლა შემსარციელზე პასუხისგებას ვთხოვთ, გავაჩერი ადამიანი, რომელმაც გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა. გასაგებია რომ ამ აღმზრდელობით სამუშაოებს მოჩამიტარებთ, მოდით რა. ფორმატი არის, ვიცი რომ ეხლა გასაგებია სკანდალი, იმიტომ რომ ეს არის ამ გადაცემის ფორმატი, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ასეთ გადაცემაზე, რომელზეც ასეთი მწვავე საკითხი დგას, ეს კი არ უნდა გამწვავდეს და გაღრმავდეს ამ გადაცემის მეშვეობით, არამედ უნდა ჩაწყნარდეს. დიდი მადლობა. და აქ ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი დაპირისპირება, რომ დახოცონ ადამიანები. უკაცრავად არ მივიღებ ქალბატონო კეთი ამ შენიშვნას, არ მივიღებ თქვენგან, იმიტომ რომ თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში რეაქციის სტუმარი და რეაქცია ყოველთვის იყო ამ ფორმატის და მე არ მახსენდება ადრე თქვენგან ასეთი ტიპის საყვედურები. ჩემი მისამართით არ მივიღებ, იმიტომ რომ თქვენ თავად ხართ ემოციური ადამიანი, თქვენ თავად ხართ ის ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც დღევანდელ ემოციას ქმნის ამ გადაცემაში, ამიტომ მე არ მივიღებ თქო. მე ძალიან დიდ პატივს ვქცევთ, გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, მაგრამ აღმზრდელობით სამუშაოებს ჩემი მისამართით ნუ ჩაატარებ. ერეკლეს უნდა ბოდიშის მოხდა, თუ არ ვცდები ქალბატონების მიმართ. გისმენთ და ნინუკა ბორჩხიძეს ვაძლევ სიტყვას. გისმენთ. პუტინის გინებას ბოდიშს არასდროს მოვიხდი და არ უნდა აღიქვათ. ცოტა ხმამაღლა არ ისმის. აუციეთ. აწეული აქვს. მოსკოვში რო ჩავიდა ბადურაშვილი და წურწუმია, ხალხი ასე რატო ღელავს, რა ხდება, რა თუნია? კარგით. დიდი მადლობა. ნინუკა განაგძე თემა თუ შეიძლება და მე ისევ დარბასთან ბატონი ზაზა და შემდეგ დარბასთან გისმენთ. მადლობა, ინგა, მე მგონი ცირეთ გაუგებრობაში ვართ ყველა, იმიტომ რომ მე აქ მოვედი უფრო ღრმა პრობლემის განსახილველად და მე მეგონა რომ ჩვენ ვისაუბრებთ ახლა რაღაცა ზოგადად კონფორმიზმზე ვისაუბრებთ,
ჩვენს დამოკიდებულებაზე, მტრების მიმართ, ანუ პოლიტიკოსების და ხელოვანი ადამიანების დამოკიდებულებას და რასაც მე დღეს აქ ვხედავ, ეს არის ჩემთვის უხერხული, ეს არის სირცხვილი ორივე მხრიდან მაპატიეთ, მაგრამ მე მგონი ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგება და ერთმანეთთან გარკვევა, ერთმანეთის ატანა უნდა დავიწყოთ და მერე ვიფიქროთ ჩვენ რუსეთთან დავალაგებთ, დავათვალოთ თუ რას ვიზამთ, ეს აუცილებლად ჩვენ ბძულს ერთმანეთი და ამის ნათელი მაგალითი არის დღეს აქ, როგორც ეს ადამიანები ერთმანეთში კომუნიცირებენ, შეძრწუნებული ვარ სიმართლე რო გითხრა და რასაც ისინი ერთმანეთს უწოდებენ. ხა რას ვფიქრობ მე ამ კონკრეტულ საკითხზე, რომელ მხარესაც ვარ სავარაუდოდ ეს აშვენებს ჩემ დამოკიდებულებას ზოგადად, მაგრამ მე კონკრეტულად აი ამ სამ მომღერალს არ და საერთოდ ესტრადის მომღერლებს მე როგორც ხელოვანებს ეს არ უყურებ. მე მათ უფრო რაღაც შემსრულებლებად მოვიაზრებ და რაღაცა პოპულარული ესტრადის პოპულარული ნაწილის რაღაცა ერთ-ერთ შემადგენელს. ანუ ხელოვნება ზოგადად არის პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი სფერო. ხელოვანი არ შეიძლება უკმევდეს და უმღეროდეს ხელისუფლებას არც ერთს. ჩვენ მქონდა საპირისპირო მაგალითი ამ კონკრეტული ადამიანებისგან და მე მინდა მათ ვუთხრა, მე არ ვაპირებ არავისთვის ჭკუის სწავლებას და რაღაცა უხერხულ მდგომარეობაში ვარ ეხლაც. მაგრამ გადახედავ თქვათ აი ეს თუნდაც რუს მომღერლებს და თუნდაც რუს ხელოვანებს, რომლებიც ყოველთვის თავის მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებენ სწორად და არ უკმევენ იმ თავის ხელისუფალს და არ იღებენ მისგან იმ ხელა ჰონორარებს, რამ ხელასაც სხვა იღებენ, რამდენად განსხვავდება მათი რამდენსაც სხვა იღებს, რამდენად განსხვავდება მათი ხელოვნება. ანუ ბეზრუკოვი ჩემთვის არის ბევრად უფრო ისედაც უნიჭო მსახიობი მგონია, მაპატიეთ რა ვქნა, მე უნიჭო მსახიობი მგონია. სერგეი ხელოვნებაში. ნუ ახლა რატო ვერ ვერკვევი ხელოვნებაში? ტრაგედია, მამაღლა უიტყვით მაინც. რატომ ქაოტონ გურანდო? მე ხوارით ხომ? არა, ჩუმად თქვენთვის შეიძლება იფიქროთ, მაგრამ ბეზრუკოვი არის როგორც უნიჭო მსახიობი, ასეთვე უნიჭო მომღერალია და მან დააფიქსირა აბსოლუტურად მიუღებელი პოზიცია ჩემთვის, თუმცა მე გამაღზიანა ბეზრუკოვის ჩაქოლვამ ქართველების მხრიდან ასევე. მე საერთოდ აგრესიის წინააღმდეგი ვარ. ჩაიქოლა ბეზრუკოვი, როდესაც გამოთქვა თავისი აზრი კი ქართველების მხრიდან. სხვა რაღაცის თქმა მინდა. კონფორმიზმი არის მთავარი პრობლემა საზოგადოების, მაგრამ დღეს რასაც მე ვუყურებ, რა ნარატივიც ისმის, მაპატინგა შენი სტუდიიდან ბევრად უფრო სერიოზული განხილვა ისმის ხოლმე და მე არ მეგონა თუ ასეთი დისკუსიის მომსწრე გავხდებოდი. საერთოდ სხვა არ მომეწონა ეს ფორმები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს ამკობენ. ქალბატონი, რომელიც კივის, რომ თქვენ ხართ მოღალატეები, ერთი ქალბატონი უძახის ქეთიდოლიძეს, რომ თქვენ სპექტაკლზე მე არ მოვალ, მე თქვენ უვიცი ხართ, თქვენ მოღალატე ხართ, ეს არ არის განსახილველი თემა საერთოდ, ეს არ შეიძლება პირდაპირ ეთერში ხდებოდეს. ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, არიან თუ არა ეს ადამიანები კონფორმისტები და შეიცვალა თუ არა მათი დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ ხელისუფლების ცვლილებასთან. მე ამაზე სასაუბროთ მოვიდი, მე პოლიტიკურ ასპექტს ვხედავ. კი ბატონო, თუმცა იგივე უნდა გითხრათ ახლა თქვენ, ის რაც ისმის ამ ეთერში ამბობთ, ეს არის ის დამოკიდებულებები და ის პოზიციები, რაც არის ზოგადად, არა, საზოგადო, არა, მე დღეს ძალიან ბევრი შენიშვნა მივიღე და ყველა შენიშვნაზე მაქვს ჩემი პასუხი. ის რაც აქ ისმის, ეს არ არის გადაცემისგან დადგმული და რომელი თქვენგანის ხედი ხართ ამ აუდიტორიაში, რომელთანაც მე თუნდაც ერთი კითხვა მქონდეს წინასწარ გავლილი. ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება თემასთან. არა, ამიტომ დღეს ძალიან ბევრი შენიშვნა მივიღეთ გადაცემის მიმართ. მე შენიშვნას ვაძლევ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ პირდაპირ, გახსნილი ტექსტით უწოდებენ მოღალატეებს, მე მეორე ადამიანი გაგკივის, რომ შენ თვითონ ხარ მოღალატე, იმიტომ შენ 9 წელი მე რაღაცაც გაყიდული ყავდით, რაღაცას ქალბატონი ყვიროდა აქ. ეს არის საშინაო. ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, შეიცვალა თუ არა მომღერლების, თქვენ კიოდით. მომღერლების დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. კარგი, დიდი მადლობა. ეს არის ის რეალობა, რაც ამ სტუდიაში აისახება და აქ არაფერი არ არის ახლა. ზაზა მამალაძეს უნდა მიცეს. ეს რაღაც დავაზუსტო შენ და მინუკა. მაპატი ერთი რაღაცა მაკითხინენ, ინგა. ეხლა კონიუნქტურა რა ხელისუფლება შეიცვალა და ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და იმის გამო წავიდნენ ესენი მოსკოვში? ისინი გახდნენ პროსახელისუფლებო უფრო, იმიტომ რომ ხელისუფლების ვექტორი შეიცვალა ქალბატონო ქეთი. და რა, ესე იგი რუსეთის მიმართ უფრო მოსკოვში და იმღერეთო? მე არ ვამბობ, ვინ თქვა რომ წადი და იმღერეთო, მაგრამ მაშინ
შენ რატო გაუგებარი და დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის უფრო ლოიალური შავა მაც არის შენ გაქვს ეთერი და მე იშვიათად როგორ არის ეთერი ლოიალური კაცი ჩემი ვექტორი შეიცვალა მაგრამ და ქართული ოცნების ერთ-ერთი მხარდამჭერი მე კუკავას პარტიაში იყავი ცნობილი რუსეთის მხარდამჭერი ეხლა ხარ ნაცმოძრაობის მომხრე იწვევ უკაცავა, ჩალვა, ძალიან. დიდი ბოდიში რა, მაგრამ მე არავითარ გაუჭერი ვარ, არც თამისაღებაზე, არც გამოძალვაზე, შენც იყავი მიშას. ნინუკა, ეხა ზუსტად იმას ამბობ, რაზეც ეხა შენიშნა. ძალიან. კარგი. ხო და ესე ვილაპარაკოთ ერთმანეთში? ვექტორები რო იცვლება, მე გითხრა გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამისვე. დიახ, ვექტორი შეიცვალა და ამიტომ ამ ადამიანებმაც შეცვალეს, მე ვარ ძალადობის მომხრე ხელისუფლების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ მე ვიყავი წინააღმდეგი იმ ფორმის მართლობის, რაც იყო. კარგი, შავა, ძალიან ოკუპანტთან იმღერს. ძალიან გთხოვთ, ეხა ის არ შეიძლება ეხა ესე თემებზე აქ არა მაინტერესებს. ძალიან. შენი გაღიზანება რამ გამოიწვია ქართული ოცნების ვექტორი შეიცვალა რუსეთისკენვე. ეს არის შენი გაღიზანება. ნინუკა, ეხა თამრიკო გვერდითელიც მოღალატე აკაცო როგორ შევა მოღალატე ამეთქი ჩეთი სალახსენე მოღალატეები. აბა კონფორმისტია? აი, უმწიკო არავინ არ არის. მოგიხარ ძალიან. ხელწამოსწრავი ამის და საინტერესოა. მათ შორის მეც და იმ პოზიციიდან გასეს მორალური ვერდიქტი. ზუსტად მაგ პოზიციიდან. ძალიან. აქ მორალურ ვერდიქტებზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზეც, საით წავიდა. დღეს როგორ შეიცვალა ვექტორი და ადგენენ ეს მომღერლებიც და შეცვალეს თავისი ვექტორი. დიდი მადლობა. ეს არის მთელი. ძალიან დიდი მადლობა. ზაზა მამალაძე და გადავდივარ ისევ აუდიტორიას. დიდხანს ვისვინე, დაგაივზივარ, მომეცით 1-3-4 წუთი რომ ჩემი აზრით დავაფიქსირო. აქ იყო არავის არ დაუსვამს არასოდეს კითხვა, მოდი ესე ვთქვათ რა, ჯერ იყო მზე ამოდიოდა ჩრდილოეთიდან, ხო? ეხლა მოდის დასავლეთიდან. ამზეს დაარბენინებენ აქეთ იქით როგორც გაუხარდებათ რა. ეხლა მზის ამოსავალი, მზის ქვეყანა გვეუბნება, რომ დაალაგეთ რუსეთთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში მომღერალია, ხელოვანი არ აქვს მნიშვნელობა სახალხო დიპლომატიით და პირადი ურთიერთობებით, ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად დაალაგოს ურთიერთობა თავის დონეზე და მე ამაშიც უც ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ აქ არის მეორე ნაწილი. არავის არ უთქვამს არასოდეს თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, არასოდეს არ უთქვამს იმას, ის ავასახსენებელი 9 წლის განმავლობაში ჩვენ მტრებს, გოგა ხაჯიძე რო იყო აქ და ნაციონალურ მოძრაობას, რატო უმღეროდნენ? ეს კითხვა არ დასრულდა. უკაცრავა, ჩვენ დღეს ვსაუბრობ რუსეთში, კონცერტებზე. აქ არის ლაპარაკი მტერზე, ქვეყნის მტერზე, ხო? არა, აქ არის ქვეყნის მტერზე. ეს აქედან აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მტერს ერთი წუთი ნინუკა, ჩვენ მტერს არ უნდა უმღეროთ. მე ძნელად მახსენდება, აი ეს ჯგუფი, ქართველების ჯგუფი, რუსეთს პასუხი გავს და რა მოვთხოვო. ქართველების ჯგუფი ბანდა ნაცმოძრაობის სახით, რომელიც ზიანს აყენებდა ქვეყანას. აი ამ დროს არავის არ უკითხავს, რატო უმღეროდიო. მე გაგახსენებთ ერთ ძალიან ცუდ ფაქტს რა. როდესაც ბაქრაძე გაყვინოდა დანაჩანგარი და ბარკლის ძვალი თუ გაქვთ გამოდით ვიამბობთ მოდიანო, ხო? ხო იყო ესე. იმ დღეს აგვისტოში გაქანებული კონცერტი იყო რუსთაველის პროსპექტზე, როდესაც ღვაწმოსილი კაცი ვახუშტი კოტეტიშვილი ესვენა, ვახუშტი კოტეტიშვილი, სხედარი ესვენა, ქაშვეთის ეკლესიაში არავინ არ გაჩერებულა რა. 10 წუთი. ამაზე კითხვა არავის არ დაუსვამს. არავის კოტეტი არ გამოუთქვამს, აი ამასაც რა არ დაეწოთ კონცერტს. არა, მე სხვა რამეს გეუბნები, ნინო არ მისმე. ვახუშტი კოტეტიშვილი, სხედარი იყო დასვენებული ქაშვეთის ეკლესიასთან, ნაცმოძრაობა, წაგებულობს გახკიოდა და მღეროდა რუსთაველის პროსპექტზე, ერთი სიტყვა არ უთქვამთ იმასთან დაკავშირებით და არავის არ დაუსვამს კითხვა, რატომ მღეროდნენ. არც იმაზე არავის არ დაუსვამს 26 მაისის მერე რატომ მღეროდნენ. კი ბატონო. არა. შეიძლება არ ვამბობ რა, საერთოდ ვამბობ, არ ყოფილა ესეთი გარხვილის საგანი ეს და არ ყოფილა უამრავი რამ კიდე კითხვის საგანი და ამ ჯელობის საკითხი არ ყოფილა ეს. აქედან გამომდინარე მე იმას ვამბობ, რომ ორმაგი და 10 მაგი სტანდარტები არის ამ ქვეყანაში და მან კი ითქვა და მეც მომხრე ვარ იმისა, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, მაგრამ დამთავრდება მაშინ, როდესაც გამოვედა ესეთი ტონით გოგა ხაჩიძე და მსგავსი გოგა იყო ამ შემთხვევაში რაშავაცივდი ვის დაკარგვია რა ანარჩენები ერთად ჭუას
ჭუის სწავლებას სანამ არ შეეშვებიან. კარგი. მანამდე არ მოწოდებს. ნათია თქვიდან გადმოვიდა. რატო რუს ვიღაცას რუსი არ ეუნები ნინუგა მე სხვა რაღაცა ნუ თქვენ ესე იგი ჩვენმა დამოკიდებულებამ მიმიყვანა იმ რადიკალურ პოზიციებზე რა პოზიციაზეც ეხლა არ მესმის ესე იგი ნაციონალურმა მოძრაობამ უფრო მეტი დააშავა ვიდრე რუსმა საქართველოში პროცენტულად როგორც ქართულმა ქართველმა 200 წელია ნაციონალებმა მეტი დააშავა ჩვენი ზურს ერთმანეთით ამის თქვა მინდოდა თქვენ ლოიალურები ხართ რუსების მიმართ და არა ხართ არავითარ შემთხვევაში მე სხვა რამეს ვამბობ არ გესმის ესე მე სხვა რაღაცას ვამბობ შენ რუს რა პასუხი უნდა მოწო როცა საკუთარი გინგრებს სახში კარგი, საკუთართან დაალაგე და საკუთარი აიტანე ჯერ და მერე ვილაპარაკე. ვერ ვიტანე, ეხლა მინდა რომ ავიტანო და არ ვაძლევ საქმეს. და მე ვასწავლეთ იმას. სამჯერ მივწერე პირადად წერილი პუტინს, როგორც მოქალაქემ საქართველოსი. და კიდე კაჩალოვსკის, კიდე ვიღაცას. კარგი, ციხავით ჩასული მეც მერე გიკარგავთ ვინმე. არა, არ მინდა რომ დამიკარგო, არ დამიკარგო. მე ლაპარაკობ განწყობაზე. მაგო გახჩიძე ჩავქოლო, ჭიაბერაში. არავინ არ ჩავქოლო. კარგი, ძალიან მოცნობენ ყოველზე კიდევ. ძალიან პარლამენტარია და მოკლედ თუ შეიძლება და გადავივარ. აი ეგ არის უბედურება რომ პარლამენტარია. ნუ მიცემ, მე არ მიმიცია. დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული კიდე დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული ის არის რომ აი ამათ ამდენი ფორმაცი კაცი როდის პარლამენტარია. თემაზე რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის ან უცნაურია რა. კარგი, ძაძა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნათია მოკლედ ძანეთ და გადმოვდივარ. ჯერ ითქვა რომ ისინი უმღეროდნენ ნაციონალურ მოძრაობას. არ უმღეროდნენ. ისინი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ ხელისუფლების დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობდნენ. ნაციონალურ მოძრაობას ისინი არ უმღეროდნენ აფხაზეთს, რაღაცა ამშობლოს და ასე შემდეგ. სხვა საკითხია რომ მე მაგალითად მიმაჩნია რომ ხელისუფლებას საერთოდ არ უნდა აფინანსებდეს ხელოვნებას და არ უნდა ერევდეს და არა, არ უნდა აფინანსებდეს არავითარ შემთხვევაში. ხელოვანი ხელოვნების პოზიციაში ქალბატონო თქეთი არა, არ უნდა აფინანსებდეს ხელოვანი უნდა თვითონ შეუძლოს. არა, არც ერთ არა, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. არავითარ შემთხვევაში განსაკუთრებით ხელოვანებს არ უნდა აფინანსებდეს, იმიტომ რომ მე ხელოვანები იქცევიან სწორედ აი ესე კოლექტიურად. და ეს უკვე აღარ არის ხელოვნება, არამედ ეს არ აღარ არის ხელოვნები ფაშისტი. მაყურებელი გადაგიხდის ფაშისტები აფინანსებენ. კი, აუცილებლად გაჯერდი ეხლა რას ვაკეთებ. კარგ ხელოვანს ეყოლება მაყურებელი, მსმენელი და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ იმ მომღერლების პრობლემას. ამ მომღერლების ვისაც ეყოლება მაყურებელი ის არის. ეხლა გადმოვდივარ თქვენ. ამ მომღერლების პრობლემას ის არის, რომ ისინი ეძებენ სწორედ რაღაცა, სწორედ პოლიტიკურ კონიუნქტურას. ჩემი აზრით ეს არის პრობლემა, ანუ ისინი მაშინ იყვნენ კონიუნქტურაში, ეხლაც ერთგვარ კონიუნქტურაში არიან, ნინუკა მართალი თქვა, სახელმწიფოს ვექტორი შეიცვალა ლოიალობა რუსებს, ოკუპანტი რუსეთისადმი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებლად, ასე ვთქვათ, მაღალია, ამიტომ მათ გარისკეს და ვთქვათ, წავიდნენ ესე ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯს. ძალიან დიდი მადლობა, გადმოვდივარ დარბაზთან. რაღაცას ამბობდა, არ ვიცი, დათო რაღაც თქმა გინდოდა, წეღა და შემდეგ ლიზა რეპლიკა და მოდით მე მაინტერესებს ახლა თითოეული თქვენგანის პოზიცია, ვინც აქ ხეთქართ. გისმენთ? არა, ჯერეთ ახლა მე მინდა უბრალოდ ამ კაბატონს ახლა პრინციპში მესმის რომ ეძახის რომ აი იქ თუ ხართ ნამყოფი საზღვარზე და რაღაცა ნუ დამენჯერეთ რომ აქ შიგნითაც ძალიან სავალალო სიტუაცია არის, თუნდაც იგივე ეს საბავშვო ბაღები რაც არის, ძალიან ბევრი რაღაცა დანგრეული და აქ ვიცხოვრობენ იმათ უჭით ძალიან. მე მეორე რომ ის რადგან ის ვიღაცა პარლამენტარია ეს ანიშნავს იმას რომ მე იმან უნდა მოწყოს და რაღაც მასწავლოს ყვა, ეს არ არის არანაირი ისეთი სტატუსი რომ პარლამენტარია. მასე ახლა მეც ვიყურებ და მეც ვიყავი 20 წუთი პარლამენტარი ახლა და იმას ყვა ვიძახით რომ მომისმინეთ მეთქი ხო? ხო და ვინ გავაშოქი. და კიდე ის რომ თქვა არ შეიძლება თუმე ისინი დაფინანსება იყოს ხელოვნების და რაღაცა მე ამის უხრე არა ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენ რო ვიძახით რომ იმას თავისი ის აყავს, აფია მსმენელი ყავს თუ ვიღაცა ყავს, ის ადამიანი რომ მოვიდეს შენთან და მოგისმინოს, ამისათვის შენ უნდა აიღო დარბაზი, აიღო აპარატურა, აიღო გამბერი რაღაცა, ეს ყველაფერი ხის თანხები. თუ არ აქვს ხალხს აქვეყანაში იმ საშუალება რომ იყიდოს თუნდაც ის ბილეთი აზრი არ აქვს იმ კონცერტის ჩატარებას და მე ეხლა რაღაცას ვიმაშურებ ვაპირებ, მაგრამ ვიცი რომ იმ კონცერტი და მე ვერ ვნახავ მოგებას, იმიტომ რომ ეგეთის ის არის ხა დღეს აქ სიტუაცია არის, რომ არ არის ეს გონგებიანი და ის თემა რომ ეხლა დღეს ჩვენ აქ მოვედით და რაღაცებს ვსაუბრობთ, აქ როგორც მე მესმის აქ საუბარი არის და გულისკენა არის იმ სამ პიროვნებაზე, ვინც თავის დროზე მღეროდა იქ და ეხლა მღერის აქ.
ესეც არ არის აქ არა იქ და აქ არა აქ არის საუბარი იმ მომღერლებზე რომლებიც ჩადიან და მღერიან და ეხა მღერიან სხვასთან ასეთი ის არის ხო თემა არის და ჩემთვის ის არის მუსიკოსი ის აქაც შოულობს იქაც შოულობს ჩვენ ავზივართ ბიუჯეტზე გვაპატიეთ რომ რაღაცეები ის რაც ვიცხოვროთ აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის აქ არის ელემენტარული ეკონომიკა რომ იმ მომღერალმა უნდა იმბეროს უნდა ჩაწეროს ამისთვის არ საჭირო თანხები ის აკეთებს ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა აჩიკოს ვაძლევ სიტყვას გისმენთ მე მინდა გითხრათ რომ უკაცრავად ძალიან გთხოვთ მოვისმინოთ ეს თბილისობა მოსკოვში ძალიან გთხოვთ არ ისმის დიახ თბილისობა მოსკოვში შარშანაც მოეწყო, მაგრამ არავის ერთს არ აღნიშნავს და არც უკითხავს, ვინ გამოვიდა, ვინ მიიწვიეს თუ არ მიიწვიეს. და წელს ატყდა ესეთი აჟიოტაჟი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ აი ამ სამი პიროვნების მიმართ და რეაქცია და არა იმის მიმართ, რომ ეს თბილისობა იქ იმართება. იქ იმართება, ხა ჩვენ ამას ვერ ვმართავთ ამ სიტუაციას. შარშან მაგალითად დაფინანსება იყო მერიისგან, მოსკოვის მერიამ დააფინანსა და ასევე დააფინანსა ხუბუტიამ. ეს იყო ერთობლივი. წელს არ ვიცი. წელსაც ალბათ ესია. აქედან გამომდინარე აქ საკითხავია ფინანსებზე არის ლაპარაკი თუ არ არის მე ვერ ვიცი ჰონორარი არაუღია შარშან ყოველ შემთხვევაში ფინანსებზე იყო ლაპარაკი ეს ცვლის რამეს აჩკო მე ვთვლი რომ ამ სიტუაციაში არა იმიტომ რომ როდესაც მე ჩემი აზრი ესეთი არის და ყოველთვის ამას მივყვები ამ ჩემ აზრს რომ არასოდეს პოლიტიკურ აქციაში არ უნდა მიიღო მონაწილეობა ეს პოლიტიკური აქცია იყო კონცერტი თბილისობა არის პოლიტიკური აქცია და მათ მიიღეს ვის სასარგებლოდ ამ პოლიტიკურ აქციაში ვინც მოაწყო ვინც მიიწვია პუტინის ამბობ მე პუტინს არ გავუკეთებია ეს გაკეთა მოსკოვის მერიამ და ხუბუტიამ ერთობლივად ალბათ მაგრამ ჩანს რომ ხუბუტია სახელდება ესე ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს იყო პოლიტიკურ აქციაში მათი მონაწილეობა რა თქმა უნდა თბილისობა ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური აქცია როგორც გინდათ აქ იყოს თბილისობა ესეც პოლიტიკურია ეს არ არის უბრალოდ ზეიმის ახალხო დიდი მადლობა ფაქო ლევან გოგორელიანს მინდა დაუსვა შეკითხვა იყო ადამიანი რომელიც კავენში მონაწილეობდა და რომლის გუნდის გამგზავრებასაც მოხვა სწორედ ისეთივე რეაქცია რაც მოხვა და შესაძლებელია უფრო ცოტა ნაკლებად ან მეტად დღევანდელ რეალობას გისმენ? აი რას ამბობ შენ? რა არის შენი პასუხი? ჩვენთვის რა არის თავარი? პირველად იყო 2012 წელს, როცა წავედით გუნდი 7 წლის პაუზის მერე წავედით გუნდი სოჩოში ჩავედით. შემდეგ ამ დროს გაფინანსებდა ჩვენ კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ერთად. შემდეგ მოხვდით უკრაინის ლიგაში, სადაც მოვიგეთ თამაში. შემდეგ რომ მოვიგეთ, მე მივედით ისე კულტურის სამინისტროში და უთხარით და ჩვენ თამაში მოვიგეთ და კიდე გვჭირდება თანხები და პასუხი იყო ესეთი, რომ ანუ თქვენ რამდენსაც მოიგებთ, უნდა იაროთ სულ და პასუხი ჩვენგანაც ჩვენი კულტურის სამინისტროდან ამჟამინდელ კულტურის სამინისტროზე საუბრობ. შეიცვალა როგორც ვიცი მე. არა, მე ვამბობ, ანუ უკვე ოცნების გამარჯვების შემდეგ სამინისტროზე. მიზანდარი იყო ზუსტად 2012 იყო. 2012 წელი. ამის მერე მოხდა ის გუნდი ფინანსების გარეშე დარჩა აბსოლუტურად. და ვიყავით ჰაერში გამოკიდებული. და მე შემდეგ მიხეილ ხუბუტიამ დაგვაფინანსა. აქაც ხუბუტიას ფინანსები. და დღეს ვართ პრემიერ ლიგის ჩემპიონები, რომელიც საქართველოს გუნდს არ გაუკეთებია. ეხლა არ ვიცი, შეიძლება ადამიანები არსებობენ, ვისაც ესეთი რამე არ უხარიათ, მაგრამ მე ვერ ხვდები ამ ადამიანებს. იმიტომ მე როგორც ამ თამაშის მიმდევარი, როგორც არის, იცოდეთ რა, ყველა მინდა რომ კარგად გაიგოს ეს ნათქვამი, რომ თუ ფეხბურთელი თამაშობს ფეხბურთს და მას აქვს აზარტი იმის, რომ ითამაშოს ფეხბურთი, ზუსტად იგივე აზარტი აქვს ამ თამაშს, კავენს რაც ქვია კავენი. მე ხვდები ახლა შეიძლება ბევრისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მე გეუბნებით რომ ესია. მაგრამ აი იგივე თემა რომ ეს იყო დაუშვათ ოკუპანტი ქვეყანა, სადაც მოღვაწეობს ხუბუტია, რომელიც არის კრემლთან დაახლოებული და მისი ფინანსებით გამგზავრება ეს არის იყო დისკომფორტი. ეს არის ოკუპანტი ქვეყანა, სადაც ტარდება ეს კავენი და სადაც ქართველებმა მოიგეთ და მთელს შუა მოსკოვში მიდიოდა ძალიან ბევრი ქართველი ვიდექით ერთად, ვღეროდით საქართველოს სიენს, ვაფრიალებთ საქართველოს დროშას და ძალიან ბევრი რუს იქაო მეგობარს დაუმეგობდი უკვე. ძალიან კარგად ვარ და მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ხვდედა. მით უმეტეს როცა თუ ხელოვანი ადამიანი მუსიკოსი ღერი, ყველას აქვს თავისი ბაზარი ბიზნესის და საქართველოს ესეთი ბაზრისთვის არის ძალიან პატარა.
და როდესაც ყავს მეზობელი ამ ხელა ბაზრით, სადაც შეგიძლია შენი თავი გამოამჟღავნო, კიდევ უფრო ფართო მასეს გააცნო, მე ვერ ხედავ დიდი მადლობა და თომისაღებია ეს თქვენთვის ეს პასუხი. ამ კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ახლა ხდება, რუსეთი რასაც ატარებს და აწარმოებს, ჩემთვის არის მიუღებელი. მე არ მინდა ჩემი არც ერთი CD თუ ოდესმე ჩავწერ, რამე დიდ ლეიბლთან გავაკეთებ კონტრაქტს და ჩავწერ, არ მინდა რომ არც ერთი მინდა რომ დაბლოკილი იყოს რა, იმიტომ რომ აი ესე მინდა. ჩემთვის მიუღებელია იმ ქვეყანასთან მეგობრობა, რომელმაც აი ტიპმა გირტყა მაგრად, მე მიუბრუნდა მეორე სურთყამს და შემდეგ მიხვიდა აუ აღარ მცემოლა და მოდირებს მეგობროთ. ხო, აი მაგრად ეხავს რა. კარგი. გიბძანე და მე რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში, გისმენთ? მე მგონი ნაწილი საზოგადოების ჩვენთან არის საშინლად დაავადებული ასეთი ძალიან ცუდი ავადმყოფობით, რასაც ქვია რუსოფობია. და ამაში დიდი წილი მიუძღვრის, რა თქმა უნდა, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ეს დათესა და მოწამლა პრაქტიკულად ჩვენი ახალგაზრდობა. ვიბადე რომ გავიზარდე 6 წუთი რომ ჩამოვედი უკვე მქონდა რაღაც ცუდი შეგრძნება. მათქმედ მე ვაუბრე ეს არის ძალიან დიდი და ცუდი დაავადება. თუ ჩვენ უზენაესი მიზანი გვაქვს რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და უკეთესი მომავალი გქონდეს საერთოდ, უნდა უფრო რაციონალურად ვიფიქროთ და ეს ისტერიები არ უნდა დავმართოთ. და რაც უფრო ისტერიები ეს აბსოლუტურ ისტერიულ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, ამ ისტერიას ვაღვივებთ ჩვენ და გვინდა ამ ისტერიის ცხოვრება. მე არ მინდა ამ ისტერიის ცხოვრება. მე 25 წელი ვუყურებ ისტერიას, რომელსაც დაანგრია ის ქვეყანა, სადაც მე დავიბადე და ვიცხოვრე. ხმობთ რუსოფობებში მე რუსოფობი მე ახლა თქვენ პირადად არ გით მე გიტყვი რომ ეს რუსოფობია არის დავადება სერიოზული ეს არის სერიოზული ავადმყოფობა ახალ თაობას აღარ ვინდაო პასუხი არის ესეთი თაობის სახელით დულაპარაკობს ეს ახალგაზრდა ჯერ ერთი ეგერთი დულაპარაკობა უნდა ვიცხოვროთ თქვენ საზრ დიდი მადლობა რა თქვენ თქვენი ფაკები ილაპარაკეთ და იყავით თქვენთვის, კაცო. იყავი იფაკეთ გარდა, კაცო, ჩვენ მოგვეცით ნორმალური საშუალება საუბრის. ღმერთმა ქნას რომ თქვენ გახდეთ ისეთი ხელოვანი, რომ თქვენ სიდით ჩაწეროთ ყველაფერი და თქვას ვიღაცამ რომ ეს არის ხელოვნება, თუნდაც იგივე როკ მუსიკაში. კარგი, დიდი მადლობა. არ გიცნობთ, მაგრამ იქნება ისეთი რამე შექმნათ, რომ მე გაგიცნოთ. მაგრამ თქვენი პირადი პოლიტიკური შეხედულება როცა მოსკოვი კარგად მოიქცევა, მაშინ ჩავა. მაშინ წახვალ. ნუ კარგია. გონიათ არ მენატრება თუ რა ისავა? არა მგონია. თქვენ თეატრმცოდნე ხართ თუ ხელოვნებათმცოდნე? მე ვარ პოლიტოლოგი. მაგრამ როგორც ექსპერტი საუბრობდით ბეზრუკოვის ნიჩზე. ხო, მე რა აქ რა არა, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება როგორც მაყურებელი ისე საუბრობდე რა. კომპეტენტური ხელოვნებაში და რა უფლებით საუბრობთ მასზე. მე მე ვსაუბრობ იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობთ მუდმივად დავამთავრე და მე თქვენ მიპასუხეთ. ადამიანი არის ძალიან ნიჭიერი მსახიობი, აღიარებული მწერალი, პოეტი და რეჟისორი. ამიტომ მოდით ნუ ვიდავებთ ახლა ბეზრუკოვზე და მადლობა დათო ქითაშვილს რომ ყავდა ჩამოყვანილი. ეს ერთი. მეორე, ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს და ქეთი დოლიდეს პირადად იმისათვის, რომ ჩამოყავთ რუსული თეატრები და ჩვენ ხედავთ ნამდვილ ხელოვნებას, მე პირადად ძალიან მიყვარს და უღრმესი მადლობა როგორც მაყურებელს თქვენ. მაგრამ ერთი პატარა რემარკა ქალბატონ გურანდას მინდა ეს რემარკა დაუბრუნო. სლავა პალონინი ახსენეთ ეს იყო მართლა შოუ, თეატრი, მაგრამ სლავა პალონინი წლებია ცხოვრობს ევროპაში, ის გაქცეულია რუსეთიდან. როგორც ბორის აკუნინი და ძალიან ბევრი ხელოვანი. ტყუილია. სლავას ერთი წუთით რა, მე სლავას ძალიან ახლოს ვიცნობ. სლავა არ არის გაქცეული, სლავას უბრალოდ გაქცეული არ არის. ევროპაში და არა რუსეთში პუტინის რეჟიმში. ერთი წუთით თემასავთ. ერთი წუთით ლიზა, სლავა პალონინმა გააკეთა რამოდენიმე წლის წინ ყველაზე დიდი უზარმაზარი თეატრალური მსოფლიო ოლიმპიადა მოსკოვში. სლავა პალონინი არის ევროპაში, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდ ფულს აძლევენ და წასულია, იმიტომ კი არა რომ რუსები არ უყვარს და რუსთავის ქვეყანა არ უყვარს, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდ ფულს აძლევენ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა კახა კუხიანიძეს დარბაზში გამო კი არ არის წასული. კარგით, რა სიტყვით თქვენ? მოდით. ბატონო კომპეტენციით მე რატო თვლით რომ ჩემზე მეტი გესმით? იქნება სხვა დარგები მოგძანდით და კარგით, კარგით, გისმენთ თქვენი პოზიცია და რეკლამა ეთერში თუ შესაკითხი. ლიტერატურაში თქვა უკაცრავად თუ მოусმინოთ უკაცრავად რა. არაფერს არ ვიცი შეგვიძლია გავჩერდეთ თუ არა, მოусმინოთ თუ შეიძლება. თქვენი პასუხი ჩვენს გადაცემის ჩვენი გადაცემის თავად მოეწონა ჩემი ნათქვამი ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებს.
მე რა შეეხება იმ სამ მომღერალს ხო მე ვთვლი რომ არაფერი ესე კატასტროფა არ ჩაუდენიათ რო ვთქვათ ესე რაღაცა განსაჯოთ და რა ჩავქოლოთ ხო როგორც ესე ხდება რაღაცა Facebook-ია თუ ასე შემდეგ თუ ქართველებისთვის სიმღერეს ამათმა მე ვფიქრობ რომ აქ არაფერი არ არის ცუდი მე ძალიან თავშეკავებული ვარ და ამით დავამთავრებ ჩემს სათქმელს. არაფერი არ არის ცუდი, ანუ თქვენ ჩახვიდოდით ასეთი შემოთავაზების პირობებში. რა თქმა უნდა, მეც ჩავიდოდი. კარგით, მოგცემთ მე ოდნავ მოგვიანებით კითხვას, ანრი, წახვიდოდი თუ არა, ან ქონია თუ არა მიწვევა? ანრი ჯოხაძე. იცით რა არის? გამარჯობათ, მათქმევინე, დღეს არ ვარ ხმაზე, მაღალ ხმაზე ვერ ვისაუბრებ. მე არ ვიცი, მე შეიძლება ვერ წავსულიყავი ერთი მიზეზის გამო. თქვენ იცით ალბათ ჩემი ბოლო პერიოდის გატაცება ასტროლოგია და ჩემი შავი მთვარე რუსეთშია და მე ვერ ჩავიდოდი. კარგი, ხა ცოტა სერიოზულად. არა, ნუ აქ იმდენი სერიოზული საოცრებები ითქვა, რომ ცოტა უნდა განმუხტოთ. რა არის იცი, მე ამ მომენტში ვერ გავაკრიტიკებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, შემიძლია ასე გითხრათ პირდაპირ. თუ ჩვენ მომღერლებს ამ შემთხვევაში ვიტყვი, რაღაც ელჩების მანტია მოგვასხა საზოგადოებამ, რომ არიქათ ჩვენ უნდა დავათბოთ აქეთ-იქით ურთიერთობები, მაშინ გაგვარკვიეთ თავიდან ბოლომდე და პოლიტიკოსებზე შეიძლება უკეთესი ისიც კი გავატაროთ პოლიტიკა. მაგრამ ის რაც დღეს მოვისმინე, აი ჩვეულებრივ დემაგოგიაში ვართ ხალხი. ვისი მხრიდან? აი ყველა რა, ანუ ერთი მხარე ერთ სამტკიცებს მეორე, სად არის კულტურის პოლიტიკა? აი რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი კულტურის პოლიტიკა, რას ვაკეთებთ ამის? საერთოდ ამან დაკარგა მე მგონი ფუნქცია, ხომ ასეა? ქალბატონი თქვენ დამეთანხმებით. არ არსებობს, ხო? ეხლა აგერ მშვენიერ ქალბატონი ამბობს ეს მომღერლები მე ართულით და თქვენ აქ ზიხართ და განიღილავთ და დარწმუნებული ვარ, ხვალ ბევრად პოპულარული შეიძლება გახდეთ, ვიდრე გუშინ იყავით. ამ თემაზე ვიღაც მომღერლ არ არის ეწამი. ღირებულად და საერთოდ გასაგებია, მაგრამ თქვენ შეიძლება ლელაც ურწუმიას ართულიდეთ ღირებულად, მაგრამ თქვენი შვილიშვილები ლელაც ურწუმიას ვარსკვლავზე გაივლიან ფილარმონიისგან. დამიჯერეთ. ასე იქნება. უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას მოსმენენ, ვიდრე ნინი ბადურაშვილის მღერის ალახის სროლა. თუ თქვენ არ მიგაჩნიათ ეს ადამიანები, არ არის საჭირო აი ესე გადავუაროთ, იმიტომ რომ ეხა როგორ თუ კი იგივე თამრიკო გვერდწითელივით ჩემთვის გენიალური მომღერალი არ ცხოვრობენ ჩვენი ქართველი მომღერლები რუსეთის ტერიტორიაზე და პასპორტები არ აქვს, ამიტომ არ უნდა ვლანძღოთ. თორე შეიძლება მე გულის სიღრმეში გეთანხმებოდეთ, არის ის მოქალაქეობრივი მომენტი, მაგრამ უნდა დავინდოთ ერთმანეთი, სხვა გვარად ჩვენ შიდა პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. კარგით, გადაცემაში რეკლამის დროა, ასეთი საინტერესო დისკუსიით ჩვენ დაბრუნდებით. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ არ გადაარდოთ, ის კვლავ მექნება შეკითხვა ქალბატონ ქეთისთან, ქალბატონ გურანდასთან, ნინუკასთან, ნათიასთან, ყველასთან, ვინც არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩემი კოლეგა ზისაკ ჟანა ასანიძე, რომელიც მუშაობდა ამ თემაზე მოსკოვური თბილისობის შესახებ. მოკლედ დაბრუნდებით, რამდენიმე წუთში იყავით ჩვენთან. მაშას ეს საკმაოდ საინტერესო დისკუსია ჩვენს გადაცემაში. ჟანა ასანიძე, ჩემი კოლეგა, განაგრძობს თემას, რომელიც მუშაობდა ამ თემაზე. ჟანა, საბოლოოდ, როდესაც შენ მუშაობდი, ამზადებდი ამ ინტერვიუს მასალას, როგორი პოზიცია ჩამოგიყალიბდა შენ? ანუ რა მოხდა ქართველი მომღერლების მონაწილეობით იმ კონცერტში? მე ერთი თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ პოზიცია არ ჩამომიყალიბდა, იმიტომ რომ მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია მქონდა იგივე წინა წლების მანძილზეც და პრინციპში იგივეს ვფიქრობ ახლაც. თავიდანვე ასევე უნდა ვთქვა, რომ რუსეთი ცხადი არის ოკუპანტი და მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ასევე მიმაჩნია, რომ მთელი საქართველო არის ვალში გიორგი ანწუხელიძის წინაშე, იმიტომ რომ ეს არის გმირი, მაგრამ მე არ მესმის ზოგადად ისტერიკა, რომელიც არის საქართველოში. პირდაპირ დავარქმევ ამას, რა ვიცი, შეიძლება ეწყინოთ ვიღაცებს, მაგრამ მარაზმატიკულ დამოკიდებულება ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გმირები იმ შემთხვევაში, თუ ყოველ დილით ლოცვასავით დავიწყებთ პუტინის და მედვედევის ლანძღვაგინებას, იმიტომ კი არა რომ მე ამას ვეწინააღმდეგები, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მე არაფერს არ მაძლევს. ამიტომ მე მაგალითად ერთ ფაქტი უნდა გავხსენო და მიხვდები ჩემს დამოკიდებულებას. ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ ბავშვთან ერთად უსმენდა მანქანა
მანქანაში რუსულ სიმღერას და უცებ გამახსენდა რომ ეს არის ოკუპანტი ქვეყნის სიმღერა და ინსტინქტურად გამოვრთეო მანქანაში ეს სიმღერა. ჩემი აზრით ეს არის მარაზმული დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე სიამოვნებით უსმენ რუსულ ესტრადას. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან, ვინც თბილისობაზე ჩავიდნენ საქართველოდან. ასევე არ მესმის ისტერიკა, რომელიც აგორდა მიხეილ ხუბუტიას ფულთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ამ პუტინის პროექტი დააფინანსა. მე მგონია, რომ უამრავი ქართველი ადამიანი გაახარა იქ და მეტიც, მე ვერ მექნება სუდი დამოკიდებულება რუსი ხალხის მიმართ, იმიტომ რომ იგივე ნაციონალების პერიოდში მე როგორ ჟურნალისტი ვიყავი ჩასული რუსეთში და მე ვნახე ქართველების დამოკიდებულება დიასპორასთან ვიყავი შეხვედრაზე. ჩემი ბაბუა იქ ცხოვრობს, ჩემი ბიძა იქ ცხოვრობს და მე არ მაქვს უფლება დღეს რუსი ხალხი გავლანძღო, თორე პუტინი დღეს არის და ხვალ შესაძლოა უფრო პროგრესულად მოაზროვნე ძალა მოვიდეს პოლიტიკაში, მაინც იმედით ცხოვრობს ადამიანი და შესაძლოა რომ ეს დამოკიდებულებები შეიცვალოს, მაგრამ მე არაფერს არ მაძლევს ლანძღვაგინება პუტინის, ამიტომ შენ როცა ხარ პოლიტიკოსი და მე შენ განდე მანდატი, შენ ვალდებული ხარ თავიდან ამარიდო ყველანაირი აგრესია, იგივე თუნდაც ცუდი მეზობელის მხრიდან. მე პასუხისმგებლობას ვანიჭებ აი ამ მარაზმულ დამოკიდებულებაში წინა ხელისუფლებას, იმიტომ რომ მან პრაქტიკულად გენოციდი მოუწყო ქართულ ხალხს და ეს დარჩა შეუფასებელი. ასე რომ მოდი რუსეთზე მერე ვილაპარაკოთ. ხაბატონი ირმა და მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვა გვაქვს. გისმენ და შემდეგ ჯემალ ჭკუასელი შემოგვიერთებ. წელზე მეტია. რუსეთი ეწევა საქართველოს ოკუპაციას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ოკუპანტის კარებზე ცეკვა და თამაში სიმღერა ნებისმიერი ფორმით. კარგით, არჩი ფურთელაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. იგი არის ერთ-ერთი ქართველი მომღერალი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოსკოვში მუშაობს. რას იტყვის იგი საღამომშვიდობის ათში, დიდი მადლობა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. ასევე მონაწილეობდა იგი მოსკოვურ თბილისობაში, რამდენადაც ჩვენ ვიცით, აქ არის ძალიან დიდი დისკუსია იმაზე, რამდენად არის მისაღები ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლა და კონცერტში მონაწილეობის მიღება. რა პასუხი გაქვს შენ აი ამ პროტესტზე? შენ ხარ ადამიანი რომელიც მან ცხოვრობ და მან მუშაობ. გისმენ? პირველ რიგში საღამომშვიდობისა ინგა, საღამომშვიდობისა დამსწრე საზოგადოებას, ტელემაყურებლებს თბილისის საქართველოს აპლოდისმენტებით მოვეფეროთ მაინც ერთხელ მაინც მოვეფეროთ ერთმანეთს ხალხო. მონატრებულები მე მომენატრე თქვენ გიყურებდით სანამ მოვდიოდი და ვიხილე სახეები რომელიც საუკუნე აღარ მინახავს და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ და კარგად ხართ, მაგრამ აი ეს მაგრამ და სამი წერტილი ჩემ და სამწუხაროდ უნდა დავსვა აქ, იმიტომ რომ აი ეს აგრესია რომელიც ახლა მოდის და აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ჟანას გამონათქვამს, ეს რაღაც მართლა მარაზმში გადავარდნილი ეს აზრი იმის რომ ყველა რატომღაც გახდა პოლიტიკოსი და უცებ რატომღაც გამახსენდა ესეთი სახუმარო გათვლა, როცა ამბობდნენ რომ ქართველებო გაითვალეთო და პირველი ყველა პირველები ვართ, ყველა ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ, ყველა დაგში ვართ ჩემპიონები, ხალხო არ არის ესე საქმე, იმიტომ რომ დრო ისე იცვლება. მადლობთ, დრო ისე იცვლება, რომ დღეს ინგა შენთან სტუმრად ზის ადამიანი, რომელმაც ესეთი ალბათ საინიციატივო ხიტი აგდო, მოდი ესეთი თბილისური ჟარგონით ვიტყვი და ერთი კვირის განმავლობაში what the fuck იქნება ძალიან პოპულარული. ამას რამოდენიმე წლის წინ არავინ არ იკადრებდა პირდაპირ ეთერში, როცა ამ ხელა საზოგადოება გიყურებს და ნუ არ ვიცი, პატარა ტაში ჩემგან მაგ ადამიანს, რომელსაც მეც არ ვიცნობ და ალბათ ისაც არ ვიცნობს მე. როგორ არ გიცნობ და ძალიან ნიჭიერი ტიპი ხარ, დაჟე ბევრ რუსზე ვინც მან ცხოვრობს. ძალიან დიდი მადლობა. მაგალითად პატარა ტაში ჩემგან და ჩემი ძმისგან, ჩემო კვაჭაძისგან შენ რო ის what the fuck-მა დახურა. მაგრამ მე არ მიმაჩნია რომ ის სწორია. რაც შეეხება ხალხო, მეთი რაღაცა მინდა აგიხსნათ. ერთმა ძალიან კარგა ღვთისმეტყველმა კაცმა, რომელიც მან ზის, არ ვიცი სამწუხაროდ რა ქვია მას, ვერ მოვასწარე წაკითხვა. თქვა რომ 700.000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში და 300 მოსკოვში. გამაგებინეთ ხალხო, რახან ესე ჩავკეტეთ რაღაცა ფაქტები, ჩვენ, ანუ მე არჩილ ზურაბიძე ფურცელაძე, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში უკვე 9 წელია, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ და აღარ თვლით ქართველად? რას უპასუხებდი, დათო? რა შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ხარ ქართველი, უბრალოდ მოღვაწე უბიქი, იმიტომ რომ აქ არაფერი არ ხდება. გასაგებია სხვა რამეს ვამბობ, მაგისგან არ გადამხავს. არა, მე სხვა რამეს ვამბობ, უკაცრავად. შეიძლება მაგრამ რამე პატარა პროტესტი გამოხატე რა. უკაცრავად, მოდი ერთ რამეს ვიტყვი. თუ შეიძლება
ისედაც დაგვიანებით მოდის თქვენი ხმა და მოდით ჯერ მათ ხმევინეთ და მე ალბათ უკვე გაგცემთ პასუხს. ანუ მე ისეთ ხმა მინდა ამით რომ ის საზოგადოება რომელიც შეიკრიბა თბილისობაზე, აქვე არჩილ მეფარიძე, ჩემს ძმას და მეგობრს, ჩემს ეხნიას. მინდა უთხრა რომ 35 წელი არსებობს თბილისობა და რა ვიცი მე არ ვთვლი რომ თბილისობა არის პოლიტიკური რაღაცა დღესასწაული, არის ჩემი საყვარელი თბილისის ქალაქი. მოსკოვში 4 წელია მიდის, მანამდე იყო, მაგრამ 08 შემდეგ შეწყდა გასაგები მიზეზების გამო. ისევ აღადგენს. მოგეთ მე ის თქმა მინდა რომ ის მომღერლები რომლებიც ჩამოვიდნენ, ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ძალიან გამეხარდა მათი ნახვა მოსკოვში, ცენტრში და ხალხო გაითვალისწინეთ ის ამბავი და უბრალოდ აი ამ კუთხით შეხედეთ რა რომ თუ რუსები და რუსეთი არის ოკუპანტი, წარმოვიდგინოთ რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, ქართველები აღნიშნავენ თავისი დედაქალაქის დღესასწაულს, ხალხო. ამაზე მაგარი სასაცილო თემა რა უნდა იყოს, რომ ქართველები ჩამოდიან მოსკოვში და ყველაზე მაგრად დღესასწაულს მარტავენ ქართველებისთვის. მე ქართველებისთვის ღეროდი. მე ქართველებისთვის მივყავდა ეს კონცერტი. არი ჯოხაძე, სულს თუ არ ხდები, თუ ათილ გასცემ პასუხს, მე არ ვიტყოდიო, ათში ამბობს ფურცელაძე, რომ ეს იყო პოლიტიკური აქცია. გესმის ჩემი ხმა? მესმის შემოგევლე, მესმის. 35 წელიწადი შეიძლება არსებობს თბილისობა და ალბათ არის, მაგრამ აქ არ არის ლაპარაკი. 79 წლიდან. ერთი წუთით მომისმინე, აქ არ არის ლაპარაკი თბილისობაზე. აქ არის სხვა რაღაცაზე, შარშან თქვა ვინმე რამე. ან შარშან ერთი წუთი შარშან მე მიმყავდა თბილისობა ხო და თქვა ვინმე იყო ესეთი გადაცემა ან პროტესტი იყო შარშან რატო იმიტომ რომ ქართველი მომღერლები არ წამოვიდნენ აგეთე მარტო ამიტომ შარშანაც იყო ჩამოსულები ქართველი მომღერლები და მონაწილეობდნენ შარშან არაფერი არ თქმულა და არ შარშან წინ მაგრამ ითქვა წელს აქ ამაზეა ლაპარაკი და ამიტომ არის ეს გადაცემა იმიტომ მოეწყო იმიტომ გააკეთა ინგამ რომ არის წელს ლაპარაკი ეხება ამ სამ მომღერალს ეს არ გეხება შენ ერთი წუთით მე მესმის თუ გესმის მაშინ რაღაც ლაპარაკობ გისმენაჩი არა უპასუხეთ და მე სხვა რაღაცის თქმა მინდა სხვა რაღაცის თქმა მინდა მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მე მესმის რატომ მოხდა ამ სამ ადამიანზე გართულება აი ამ რეაქცია რატომ მოყვა ეს რეაქცია ამ ყველაფერს იმიტომ რომ გასაგებია მან პირდაპირ რატომაც არ ამბობენ ამას მაგრამ მოდით მე ვიტყვი მე ხო ყოველთვის ესეთი გრძელი ენა და ჟურნალისტი და ასე შემდეგ გაჩი ყველაფერს სიტყვის ეგეთი ტიპი ვიყავი სულ და ვიტყვი იმიტომ რომ აქ წავიდა მოარული აზრები რომ მარტო იმიტომ რომ ღირსების ორდენები დაურიგეს მათ მაშინ როცა რუსეთის წინააღმდეგ სიმღერა ჩაწერეს რა უნდათ აქ ხალხო კიდევ ერთხელ ვიძახი შეიძლება რაც ეს ლოკალური მომენტიდან შეიძლება რაღაცა გამოთქვა შენი უკმაყოფილება მაგრამ მომღერალი როგორც ექიმი როგორც მედიცინა არის უსაზღვრო ისე მუსიკა უნდა იყოს უსაზღვრო და არ შეიძლება ქართულს დაუშალო ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა ქართველისთვის სიმღერა ჩვენ არ გვიმღერია რუსეთისთვის და რომელიღაცა ქვეყნისთვის რა ძალიან დიდი მადლობა ეს იყო მოსკოვიდან აში ფურცელაძე უკაცრავად დათო ოქიტაშვილი ითხოვს სიტყვას შემდეგ მამუკას უნდა დაუსვა კითხვა და პირდაპირ ეთერში არის ჯემალ კუასელი გისმენთ პირველ რიგში ახლა უკვე 2 საათია ამ საუბრობ პირველ რიგში მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ გურანდას ქეთის და ჩვენ დიდათა თუთაშხიას ოთარ მეღვინეთუხუცის აქ რაზეა საუბარი 9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები როდესაც აი ესე დებდნენ ხიც ურთიერთობებს ესენი ჩარეცხეს ამათ უწოდეს გარეწრები ბატონ ოთარის მე არ ვიცი რა შეურაცხყოფას აყენებდნენ ამაზეა საუბარი რომ როდესაც 9 წლის განმავლობაში ესეთი რაღაცა ხდებოდა და დღეს ის ადამიანები ვინც იქ წავიდნენ რომელიმე დაიცვა ესენი დღევანდელი მთავრობა არ ერევა და არა დღევანდელი მთავრობა არ ერევა ინგა არ ეუბნება მომღერალს შენი წადი და შენი კარტა აი ეს არის კარგი ნათია და მამუკას გვერდით გადააწოდეთ თუ შეიძლება ჩემი აზრით, აქ მთელი დავა მიმდინარეობს იმაზე, ვინ უყვარდა ხელისუფლებას და ვინ არ უყვარდა. ძალიან დიდი ბოდიშმა, რატომ ფეხებზე არ კიდიათ უყვარხართ თუ არა ხელისუფლებას. ნებისმიერ წინას თუ ამას. ხელოვანებს ანრი გეკიდა ძალიან კარგი. ილოს აქვს, ბოდიში. 14 წლიანი ფესტივალი რო გამიჩერეს. ბოდიში, ერთი წუთი, უნდა გაგიჩერონ ქალბატონო ქეთი. დამოუკიდებლად გააკეთეთ ეს ფესტივალი. თუ ისგირებულია, იქ ჩამოვლენ ადამიანები და თქვენ დიდი ბოდიში თქვენ, მე მგონი, უბრალოდ დიდი ბოდიში, მაგრამ მე ვფიქრობ, რაც შური გაქვთ იმ ადამიანებს მიმართ, ვინც მონაწილეობდა სახელმწიფო პროექტებში. თქვენ რაღაც პერიოდი მონაწილეობდით, მე აღარ მონაწილეობდით. ჩარეცხვა თქვენ ეძახით, როცა ხელისუფლება თავის ბანკეტებზე არ ეპატიჟება და როდესაც არასდროს დაფინანსებას. ამაზე გახით ჩარეცხვა. ჩემი აზრით, ვერავინ ვერ ჩარეცხავს ნამდვილ ხელოვანს. ნამდვილ ხელოვანს მე ძალიან პატივცემდი ბატონი ოთარს და მის ჩარეცხილად არ მიმაჩნია მე ბატონი ოთარი. არანაირი
არანაირად ვერავინ ვერც ერთი ხელისუფლება კალბადენოკეთი თუ შეიძლება შეწყვეტეთ როცა მე ვლაპარაკობ შეუძლებელია ლაპარაკობ მართლა მე მიმაჩნია რომ ბატონ ოთარ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ჩარეცხავდა არც ამის მცდელობა არ ყოფილა ეს არის დემაგოგია ბატონ ოთარი ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო უკაცრავად დემაგოგია და სიბინძურე რასაც თქვენ მიმართავთ თუ შეიძლება იშოვეთ ფული დამოუკიდებლად შეეშვით ხელისუფლებაზე დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი სამსახური საკუთარი თავის ჯემა თუ ასე ეგვერდება ერისიონი იყო სწორედ ის ანსამბლი რომელზეც ასეთივე საპროტესტო განცხადებები მოვისმინეთ არაერთი საღამომშვიდობის ბატონო ჯემა რა სიტყვით დღეს ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვისმენთ ზუსტად იგივე საპროტესტო განცხადებებს ამჯერად სხვა ადამიანების მიმართ ვინ ჩავიდა მოსკოვში და იმღერა უნდა დასრულო მოგესალმებით დარბაზს მათ ბევრი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი ამშვენებს თქვენს დღევანდელ საღამოს და კარგ სიტყვებსაც მე ძალიან გაკვირვებული ვარ პირველ რიგში ამ ხელა რადიკალიზმით და ასეთი მოღალატე და ასე შემდეგ ეს სახელები ძალიან ეს სიტყვები ძალიან ხშირად მესმის და რა ადვილად ახსენებთ ამ ღალატს ხალხო სირცხვილია უხერხულია ცოტა არ იყოს მე მოღალატე ვარ და სხვა ისა ნუ როგორ გითხრათ ახლა ცოტა დაბნეულიც ვლაპარაკობ და დაბნეულიც ვარ ვის ველაპარაკო რაზე ველაპარაკო არ ვიცი მაგრამ ერთი ამბავი ვიცი ხელოვნება როგორც აი ჩიტი არ გეთხება ტამოჟნიკას როგორ გადავიდე თუ არა იმ ხარეზეო ასე უნდა დაფინავდეს უნდა იყოს უსაზღვრო ყოველთვის და ამაზე ლაპარაკი ზემეთია ეს დამკრობლული ქვეყანა იქნება და სხვა იქნება მე შეგახსენებთ ერთ რაღაცას მე მგონი სწორი ვარ და გეცოდინება თქვენს როცა ალყაში იყო ლენინგრადი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია ისმოდა დარბაზებში ფილარმონიის დარბაზებში და ომი რო დამთავრდა დიდი სამამულო ომს რო დაახტა მსოფლიო ომს ჩემო მეგობრებო იაპონიამ და გერმანიამ თუ არ ვწდები მომდევნო წელი გამოაცხადეს კულტურის წლად ამას დიდი ძალა აქვს ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს რა შეიცვალა ბატონო ჯემალ აი დაუშვათ ერისიონი ჩავიდა იქ სახელმწიფო ანსამბლი იცეკვა მიიღო მონაწილეობა იმ დაგეგმილ კონცერტში აი თქვენ ამბობთ რომ დიდი ძალა აქვს ხელოვნებას რა შეიცვალა თქვენი ჩასვლით აი რა შეიცვალა იგივე ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში მე გეტყვით ჩემო საყვარელო ინგა იცით ძალიან დიდ პატივს ვცევ და თქვენს ნიჭიერებას ვაღიარებ და დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისათვის მაგრამ რა შეიცვალა ლილიპუტინის ძახილით ის რომ ცხინვალში ბიჭები ეყარან იქ ჩვენი დახოცილი ბიჭები და როა თუ არა უწმინდესი და უნეტარესი ისინი მიწას ვერ აღირსებოდნენ თავის ქვეყნის სამშობლოს მიწას ამით რა შეიცვალა ჩვენით რა შეიცვალა გეტყვით მოსწრეები იქნებიან მანთაც შეიძლება ზის ვინმე დარბაზში ისეთი რომელმაც ნახა ის კონცერტი ჩვენ რისთვისაც მოღალატებად გავხადეს 7000 კაცი არ დამჯდარა სკამზე ისე მთელი 2 საათის განმავლობაში ტაშის გრიალში მიდიოდა ჩვენი კონცერტი და დროშის ფრიალი და ხმალო ხელსუროს ნაჭედოდა ასე შემდეგ ისმოდა როგორც საგალობელი რა და იყო ურთიერთ დიდი დამოკიდებულება გარდა ამისა ეს შესვენებაზე 45 წუთის შემდეგ 50 წუთის შემდეგ ეს პირველი გაყოფილების შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან აფაზები რა თქმა უნდა იმათ სახლებს და გვარებს ვერ იტყვი ახლა მე დავიერთით და ერთად ვტიროდით რატომ უნდა ვიყოთ ცალ-ცალკე აი რა შეიცვალა რა მე იმათაც ამის შემდეგ ჩვენ ასასვლად და ქვიან სოხუმში და არ შევკრებილი ვარ და გვიქეიფია ერთად თუნდაც მაგრამ ჩვენ ბოლოს ის გავაკეთეთ რომ ხალხო იმ ხალხმა ისი ამონა თქვა რა ძლიერია ქართული კულტურა რა ძლიერია ქართული ხალხური სიმღერა რომელიც სოფლიო მაღიარა რა ძლიერია ქართული გენი აი ეს დავანახეთ ჩვენ და არა ის რომ დავუშვათ ეძახე კი ბატონო ვუძახოთ მტერი კი არის კი ბატონო მერე ით ლაზვაგინებით რა გამოვა მითხარით გორსა ხრელით ამოიყვანს მე ამ მაზრის მომხრევარ გორსა ხრელით ამოიყვანს მაგრამ კი ბატონო ჩემო ინგა შვილო ისიც გახსოვთ ალბათ რომ ჩვენ უარის ვქვით კრემლის საკონცერტო დარბაზში გამოსვლაზე დღესაც იმაზე მიდის რომ რით დაგვაჯარიმონ როგორ დაგვაჯარიმონ ძალიან ესე იგი უხერხემლოებაში ჩავარდით და საშინელი წნეხის ქვეშ ვარ დღესაც მაგრამ თქვით უარი იმიტომ რომ
იმ პერიოდში უკრაინას დაუდექით გვერდით. იმ პერიოდში ჩემს სამშობლოს დაუდექით გვერდით. მე წამს რომ როცა მღერი ვარ თუ მწერი ვარ თუ პარიკაობაა თუ რა ქვია ჩაგრულვა მღერი ვარ. ჩვენ სამშობლოს უდგევართ გვერდით. ჩვენ სამშობლოს ვადიდებთ. მადლობა. ჯემალ თუასელს უსმენთ პირდაპირ ეთერში ახლა კი ჯანსუღ ჩარკვიანი გვერდება ასევე რეაქციაში. საინტერესოა რას ფიქრობს იგი, რას იტყვის აი ამ მთელი გადაცემის ერთგვარი რეზიუმე უნდა გააკეთოთ თქვენ ბატონო ჯანსუღ გისმენთ. რას იტყვით ამბავი რომელიც მოყვა ქართველი მომღერლების ჩასვლას მოსკოვ თბილისობაზე. თქვენ როგორ შეაფასეთ, როგორ მიიღეთ? ჩემოინგა არა მარტო დღეს, არამედ გუშინას გუშინწინაც მე შენი გადაცემები მომწონს, იმიტომ რომ აკაკი წერეთელი მახსენდება. შუა კაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ, არც ცისა. გარემოების საყვირი ვარო. სამწუხარო დღეს ჩვენს პოლიტიკოსებსაც ეშლებათ და იშვიათათაა რომ შუა კაცები იყვნენ და ისარგებლონ იმითი რომ არც აწყენიო ადამიანს და პირიქით დაიბრუნო ის შენ რაც წაგართვეს როგორმე. აი შორიდან დავიწყებ. პუტინი რო ოკუპანტია ეს მთელმა მსოფლიო მიცის. იმას რომ ჩვენი დამონება უნდა მთელმა მსოფლიო მიცის. მე ვერ ვიტან პუტინს მის ფაშისტურ პოლიტიკას. რაც მართალია მართალია. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, ჩემთვის რუსეთი არის ჩემი მეგობრების ბელა ახმადულინას რუსეთი, ევგენი ევტუშენკოს რუსეთი. ამასთანავ ევგენი ევტუშენკომ დამერეკა საფრანგეთიდან, ისი ამერიკაშია, მაგრამ ჩასული იყო იქ ეთყობა. მომილოცა რაღაცები და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. როცა ვამბობ პუშკინის რუსეთი მეთქი, მე ერთი რაღაცა მიკვირს რომ ერთხელ გამოვიდა ვიღაც პარლამენტში და მოინდომა პუშკინის ზეგლის მოხსნა. ბიჭო შენ ნუ დაემსგავსები პუტინის უბედურ პოლიტიკას. მე ვფიქრობ ახლა რომ არავისი არ უნდა თქვა მოღალატე. ვინც იქ ჩავიდა არც ერთი მოღალატე არ იყო. მე იმას ვამბობ რომ თუ ეს დიასპორამ გააკეთა, ასე ვიფიქრეთ ჩემთვის. მაშინ დიასპორამ თუ მოიწვია, რატო არ უნდა მიხვიდე? უნდა მიხვიდე. მაგრამ მე იმაში მეპარება რომ გამოვიდა აქ ხუბუტია და თქვა რომ მე გავაკეთე ყველაფერიო. აი აქ არის ჩვენ უბედურება. ანუ რას გულისხმობ? ხუბუტია არ მალავს ვისი ძმაკაცია, მაგრამ ისიც ვთქვათ ხუბუტია ძმაკაცია სააკაშვილის. აქედან ვფიქრობ, თვითონ პუტინ და სააკაშვილის ძმაკაცები ხო არ არიან. მე მგონი აი რაღაცები ხდება ისეთი რომ ვერ გაიგეთ. მე მგონი ხუბუტიას და სააკაშვილის ძმაკაცობაზე რაღაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ იმ ერთი დაუშვათ იმ პერიოდის გარდა, რომელსაც ასახავს სისურათი? არა, ნუ ახლა ასე ამბობენ და მე რა ვიცი სხვა რაღაცა არის, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. შენ რო სურათი გაქვს ძმაკაცთან გადაღებული მეგობართან, ისე რატო მე ვისანა სურათი მაქვს გადაღებული? ვინმესთან გადაღებული, ვინც შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ვისი დანახვაც არ გინდოდე და ვინც არ იყოს თქვენი მეგობარი? არ მახსოვს ასეთი რაღაცა. აი ეს გაღიმებული სურათი ვიღაცასთან ერთპიროვნულად ერთ კაცთან გადავიღო, არ მახსოვს. ხო და ეხლა რა ამბავი აწყდა გახსოვთ ერისიონთან დაკავშირებით? დიახ. ეხლა გამოვიდა ჯემალი. კინაღამ ინფარქტი დამარცხეს კაცკაცო. მე იმას ვამბობ კიდე რომ აქ თუ პოლიტიკაა ჩარეული, რა თქმა უნდა ჩვენ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. აჩიკო მეფარიძე საუბრობდა ამაზე რომ სწორედ რო პოლიტიკა, როცა ხუბტია გამოდის და ამბობს რომ ღმერთის და პუტინის ხელშია საქართველოს ბედი, არ არის ეს პოლიტიკა ბატონო ჯანსუ? კი. და თავისთავად არის ის პოლიტიკა, რომ ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ტერიტორიები დაბომბა. და კიდევ წარსულს აღარ მიუყვები ახლა აფხაზეთის და კი ბატონო, ისიც ვთქვათ რომ ჩვენ კი არ დავისყეთ ომი. ამისით თქმას უნდა ყოველთვის ვიღაცებს. არამედ ჩვენ წამოვეგეთ იმ უბედურებას. თორე ომი, რა თქმა უნდა, პუტინმა დაიწყო. დიდი მადლობა. ამას
ამაზე რა ორი აზრია ვერ გავიგე რაშია საქმე მაგრამ ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ მარტო იმაზე კი არა რომ ხუბუტიასთან ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირდება რა გვინდა მაგრამ შენ როცა ბერძენიშვილის ზეგლებს დაანგრევ ქუთაისში უნდა იყვირო ხმა უნდა ამოიღო აქ რომ დავით აღმაშენებელს აიღებ და მის ადგილზე ველოსიპედს დაიდგამ ამაზეც უნდა იყვირო დიდი მადლობა აი მაშინ საქმე ამ თემებზე სხვა დროს კიდევ მოგიწევთ ეთერში ბატონო ჯანსუღ დიახ დაასრულეთ კი ბატონო მე მინდა ისა ვთქვა რომ არაფერი არ მინდა ვთქვა ადრე მაქვს ნაცნობი და ეხლაც ვიმეორებ ვერ გავიგე ვისი ვიოლინო ვის როიალშია კარგით ეს არის უბედურება ეს იყო ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმე წუთში ვართ ეთერში და მე ვსვავ ბოლო კითხვას ჩვენ სტუმრებთან გასაგებია ეს რადიკალური დამოკიდებულება გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება მეც იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები ვისაც აქვს ყოველთვის ძალიან დიდი პროტესტი გამომდინარე თუნდაც მხოლოდ 2008 წლიდან ნებისმიერ ქმედებაზე რუსეთთან ურთიერთობაზე როდესაც არის საუბარი მაგრამ რაში არის გამოსავალი არის გამოსავალი ის ადამიანი ვინც ჩავა იქ ხელოვანი ეს იქნება რეჟისორი მსახიობი მომღერალი პოეტი სპორტსმენი აქ მამკაზის შემდეგ კითხვა უნდა დაუსვა იგი თუ გრძნობდა რაიმე ტიპის დისკომფორტს როცა იქ თამაშობდა თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოსავალი და ასეთი აგრესია შესაძლებელი არის თუ არა რომ შენელდეს ეს არის ჩემი ბოლო კითხვა რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და ამ შეკითხვაზე პასუხით დასრულდება ჩვენი ეთერი პირდაპირ ეთერში საკმაოდ ხმაურიანი სარეკლამო ჭრა ქონდა მამუკა წერეთელი ფეხბურთელი ზის ჩვენთან დარბაზში და მე მას მინდა დაუსვა კითხვა თქვენ თამაშობდით სწორედ რუსეთში ხო თქვენი დამოკიდებულება როგორია თქვენ თუ შექმნიათ პრობლემა სწორედ იმის გამო რომ თქვენ იქ თამაშობდით ცოტა ხმამაღლა თუ შეგ ფეხბურთელი იქ ყოველთვის დაფასებული ვიყავით და დღემდე ესე არის ჩვენ მეგობრობთ იქ რუსეთთანაც და გვაქვს საკმაოდ ახლო ურთიერთობა რა. რაც შეეხება ჩვენთვის ხო ყოველთვის არის მიუღებელი კრემლი და პუტინი რა. დანარჩენი რუსებთან ჩვენ როგორც სპორტსმენები ხო ყოველთვის გვაქვს დღესაც გქონდა ჩვენ ურთიერთობა მეც დამიკავშირე თვითონ მოსკოვიდან ტორპედო მოსკოვის დირექტორი ახლო ურთიერთობები გვაქვს არავითარი თუნდაც 2008 წელშიდაც ხო როცა იყო ეს ავად სახსენებელი ომი მაშინაც იყო ბევრი წერილები ჩემთან და ბევრი დაარეკვებიც რომ ძალიან ტკივოდათ ეს ყველაფერი და რა ნიშნავდნენ ამას ყველაფერს ჩემთვის ცოტა მძიმე არის ახლა ამ სამი მომღერლის განსჯა იცით რა სამი მომღერლის განსასჯელად ნამდვილად არ გაკეთებულა ეს გადაცემა ღმერთმა დაგვიფაროს მე ყოველ შემთხვევაში არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვიღაცას რაიმეზე მოვთხოვოთ პასუხი იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანის გადადგმული ნაბიჯი შეიძლება რომელიმე მხარისთვის ეს იყოს მიუღებელი აქ ჩვენ ფაქტზე ვსაუბრობთ მამუკა ანუ ეს კონცერტი რატო გახდა ასეთი სკანდალური მათი ჩასვლა იქ აი ამაზე ანუ თქვენთვის არის მისაღები რომ იქ ჩავიდეს სპორტსმენიც ხელოვანი ნებისმიერი ჩავიდეს მომღერალი აი ყველა და აქ არანაირი პრობლემას ახედავთ რომ ეს არის ოკუპანტი ქვეყანა. ჩემთვის არის ინგა მისაღები, იმიტომ რომ პირველ რიგში მე ვარ სპორტსმენი და მე უნდა ჩავიდე და ჩემი რეალიზაცია იქ უნდა გავაკეთო. რაც შეეხება მომღერლებს, ხო? ჯერ ეგრეთ იქ 800.000 ქართველი მოგვა ცხოვრობს უბრალოდ. აქედან გამომდინარე, ხო, ბევრი მონატრებულია რა, ქართველ მომღერლებს და ასე შემდეგ რა და ეხლა ესე წარეთ რომ მოიხსენიოთ ის ხალხი ცოტა ჩემხიდან არ იქნება სწორი. გეთანხმებით. დიდი მადლობა და მე ბოლო კითხვა უნდა დავსვა. როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვამბობთ რომ აი წეღანი იყო რაღაც ერთგვარი რეპლიკები, ბრალდებები, რომ აი აქ რაღაცა სიტუაცია ადუღდა ძალიან. როგორ უნდა დაწყნარდეს ეს სიტუაცია? ნინო, მოდი დავიწყებ შენგან ქალბატონკეთის შემდეგ სიტყვას და ასე წავალ. რაში არის გამოსავალი? ან არის სულ საუბარი იმაზე, რომ ოკუპანტთან მიდის, მღერის, ცეკვავს და ჩვენი ტერიტორიები. სამ კითხვას ახლა აბსოლუტურად. ანუ მოდი ჩვენ გავმიჯნოთ და ერთმანეთისგან ადამიანური ურთიერთობები. რუსული კულტურის მიმართ დამოკიდებულება, თუ ვიღაცა იმის მიმართ დამოკიდებულება, ცალკეული მომღერლების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და კრემლის პოლიტიკის დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. მაშინ, როდესაც
კრემლის პოლიტიკა არ შეცვლილა კომუნისტური წყობის შეცვლის შემდეგ და ის ისეთივე აგრესიულია და ის უფრო აგრესიულია კიდე ვიდრე იყო რაღაცა პერიოდის მანძილზე წარმოუდგენელია რომ მიდიოდე და კრემლის დაფინანსებით გამართულ კონცერტში იღებდა მონაწილეობას. აქ არის განსხვავება პრინციპული. არ უნდა უთხრა მაგალითად იური შევჩუკს ვარი, როდესაც ის მიგიწევს და პირიქით გვერდში უნდა დაუდგე ესეთ პრინციპულ და ესეთ წესიერ და თავისუფალ და არაჩვეულებრივ არტისტს როგორც არის შევჩუკი და უამრავი ლია ახიჯაკოვას მაგალითად. ესეთი პატივსაცემი ძალიან ცოტა ადამიანი არის დღეს რუსეთში როგორც არის ახიჯაკოვა, ხო? აი ლია ახიჯაკოვას მიწვევით და ასეთი ადამიანების მიწვევით ახლა ლია ვერ დააფინანსებს თვითონ რასაკვირველია ამას არ ვგულისხმობ და მათთან ერთად ესეთი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და რაღაცა მანიფესტი ან რაღაცა პოზიციის დაფიქსირება ის რომ რუსეთი პუტინი არ არის ამის ხაზგასმა შეთვის იქნებოდა მისაღები. დიდი მადლობა. და არა ის რომ მოსკოვის მერიის მიერ დაფინანსებული კონცერტი არის ცალსახად მოსკოვის მთავრობის ანუ რუსეთის მთავრობის დიდი მადლობა. ქალბატონო კეთი, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? გამოსავალს ვხედავ იმაში, შეგნებულად რაც გავაკეთეთ წელს და რასაც გავაკეთეთ ფესტივალ საჩუქარზე. და მე მინდა ახლა არ შემაწყვეტინოთ, ზუსტად გამოვაცხადებ რა იქნება. ეს არის უნიკალური ფესტივალი წელს, მე ასე მგონია ჩვენი პროგრამა არის უმაღლესი რანგის და უმაღლესი დონის. გაიხსნება ენ ბოგარტის გენიალური სპექტაკლით რადიო მაგბეტი, ეს არის დიდი ამერიკელი რეჟისორი, ტადაშ სუძუკისთან ერთად შექმნა City Company რადიო მაგბეტით. შემდეგ დიმიტრი კრიმოვი მარჯანიშვილში 21-ში 22-ში ითამაშებს ასტროვსკის გვიან სიყვარულს. შემდეგ ვახტანგოვის თეატრით ჩამოვა და რიმას ტუმინასი. ერთი წუთით, ეხლა მე თქვენ ერთი წუთით, არა, ეხლა გაჩუმდით, ეხლა გაჩუმდი, ან გაჩუმეთ, ან ეხლა წავალ გადაცემით. მე ილაპარაკეთ, არა. მე რიმას ტუმინასი მოვა და ითამაშებს ჯაჯავანიას. მე ჩამოვლენ ფრანგები, არაჩვეულებრივი ის იქნება. მე ანდრეი კანჩალოვსკი ჩამოიტან სამდას და პეტერბურგის მერია გვიგზავნის თეატრალურ სეზონს, სადაც უდიდესი უკრაინელი რეჟისორი ანდრეი ჟოლდაკი ჩამოიტანს ჩვენთან მადამ ბოვარის. ამიტომ ეს არის ჩემი პასუხი, აი ყველაფერ ამ აგრესიას. დიდი მადლობა. კეთი დონიძის პასუხი. განწყობის რომელია აქედან. აღარ გვინდა ნიკა, აღარ გვაქვს დრო, მე დარბაზთან მაქვს შეკითხვა და ამ ახალგაზრდების აზრი მაინტერესებს ძალიან, ამიტომ არ გინდათ ნუ ივლით. კარგი, თუ გინდათ მოდით და დიდი მადლობა. თქვენი პასუხი არის გასაგები, ნათია კობერიძე სვაძლევს სიტყვას. მოკლედ უნდა თქვა თუ შეიძლება. დავაფიქსირებ კიდევ ერთ ჩვენ პოზიციას. არავითარ შემთხვევაში ოკუპანტს არ უნდა უმღერო, ოკუპანტთან არ უნდა იცეკვო და ასე შემდეგ. აქ ლაპარაკი არ არის ეკონომიკურ კავშირებზე, დამოუკიდებელ კავშირებზე. თქვა იგივე ჩვენი მომღერლები რომ მიეწია, მაგალითად რომელიმე ჩემს ახლობელს, რომელიც არ არის თქვა პოლიტიკასთან ახლოს და მე სიტყვასაც გამიგვა, ამაში არაფერს უცავ ვერ ვხედავ მე აბსოლუტურად. საზოგადოებრივ კავშირებზე, ტურიზმზე, ესეთ რაღაცებზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, როგორც ჩვენი ქვეყანა ღია ესეთი კავშირებისთვის მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ასევე შეიძლება რომ ჩვენი თანამოქალაქეებიც იქ დადიოდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ურთიერთობებისთვის და პროექტებისთვის. პოლიტიკა ამ შემთხვევაში ვერ გაემჯნება ხელოვნებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ხელოვანების პოზიციაც, პრინციპული პოზიცია, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში სწორედ რუსეთის პოლიტიკის გამო ჩვენი ქვეყანა. ისეთ უბრალოდ, როდესაც რუსეთთან თანამშრომლობა თუნდაც დამოუკიდებელ პროექტებში, როდესაც რუსეთთან თანამშრომლობის საკითხი დგება, იქ ყოველთვის ძალიან მაღალია რისკი, რომ გამოჩნდეს პოლიტიკა. ამიტომ ეს არის ძალიან სახიფათო. გინის გატანაც ძალიან სახიფათოა რუსეთში, იმიტომ რომ რუსეთი ამღვინას ერთჩვენიერ დღეს აღარ შეგატანოს და პოლიტიკას გამოიყენებს. არა გისმენთ ბძანეთ არ გინდა თავზე ბძანეთ მე ბოლოს დარბაზს ვაძლევ სიტყვას გისმენთ თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს რა თქმა უნდა მიხვდე და გაიგო რომ ხელოვნება არის სრულიად სხვა ვიდრე პოლიტიკა არაფერი საერთო ხელოვნებას პოლიტიკასთან არ აქვს საერთოდ და ჩვენ ნუ მიშლი ხელს ძალიან ხო შენ რო ლაპარაკობდი მე გაჩვენებული ვიჯექი არა მე თქვენებით მოგმართოთ ქალბატონო თქვენ ხო თქვენ უდიდებულესობა არა უბრალოდ თქვენ კარგი
მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენ ჩავედით ტაბაკოვის საღამოზე, მისი საღამო იყო და ტაბაკოვმა მიიწვია ოთარი რამდენიმე წლის წინათ, ხო, მოსკოვში რო ეთამაშა. ჩავედით საღამოზე. კაცის საღამოა. დაგვპატიჟა და ჩავედით. ესე იგი ოთარი დარწმუნებული იყო აბსოლუტურად და მეც რო სიტყვა უნდა თქვას, იმიტომ რომ მადლობელი ხო თქვას მადლობა უნდა იმაზე, რაც ითამაშა და რაც მიიღო თავის თამაშში. 4 პრემია. თურმე ლავროვს რამდენჯერმე უკითხია პატივცემულ ბატონ ლავროვს პუტინის მარჯვენა ხელს თუ მარცხენას, არ ვიცი. უკითხია, რატო გინდა ესე ძალიან რომ აი დაუძახე ამ მსახიობსო? რად გინდოდაო? იმიტომ რომ დიდი არტისტიაო და ჩემთან თამაშობს. ხო და ითამაშოს მერე, რადგან რომ საღამოზე გამოვიდეს. ესე იგი ეგეც არ უნდოდა რომ ოთარი გამოჩენილიყო საღამოზეც. გესმით? აი იმის გარდა რომ აი ამდენი პრემიები და კიდე საღამოზეც გამოვიდეს, ეს არ უნდოდა. და სხვა გზა არ იყო საწყალი ტაბაკოვი, ისე დღეში იყო. მე მეგონა გული გაუსკდებოდა. აი ბავშვს გეფიცებით, ასე რომ აი ეს მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ რომ ხელოვნებას ძალიან ისე უნდა მოექცეთ. დიდი მადლობა. ტაბაკოვი დამოკიდებულია ლავროვზე. რა თქმა უნდა. არ არის მასთან ურთიერთობაზე მე მაგ უარს ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკია. რა თქმა უნდა. ლავროვის საკბილოდ არ გავიხდიდი საქმეს უბრალოდ. ლავროვს რადაცაც რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ იზამ. ამაზე ვლაპარაკობთ საქმე. ხო და ამიტომ ჩვენ წამოვედით და აღარასდროს აღარ ვითამაშეთ. მეტი რა გავაკეთოთ? შეიძლება ჩამოვყალიბდეთ. დიდი მადლობა. რუსეთის ოკუპანტია და მტერია, მაშინ რუსეთის პოლიტიკას რატო უწევთ ამ ხელა ანგარიშს მაშინ? კარგი. ვინუწევს ანგარიში, გიჩით გაუწიეთ ანგარიში. რა არის გულღეროთ არც ერთხელ არ ყოფილა. გასაგებია. სწორია თუ არ ყოფილა, ძალიან კარგია. არ არის ერთი პოზიცია, თქვენ არა ხართ. თქვენ გინდათ რომ ვიჩხუბოთ და მე არ მინდა ჩხუბი, მე არ მოდით, მამაკაცებს ვაძლევს სიტყვას. დიდი მადლობა. ბატონო ზაზა, რას ფიქრობთ თქვენ? მოკლედ უნდა ბრძანოთ. რა შეხედავთ გამოსავალს აი ამ ყველაფერში? შემდეგ მე ვიტყვი ერთ რამ. თბილისობა ხელოვნება. არ არის ხელოვნება. კარგი, ნინუკა, თუ დრო აღარ გვაქვს პრაქტიკულად დარბაზთან უნდა გადავიდეთ. ანუ მე ჩემთან რო გადმოდის მაშინ ხდება რა. უნდა ისაუბრეთ და მე გავჩერ დაგიცნობთ რა. არაფერს დიდ სიუზდეს მე არ ვიტყვი, არ მოხდა რა კატასტროფა ნამდვილად. ეს აჟიოტაჟი ჩემი აზრით მართლით მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს სამი ადამიანი რო ჩავიდა რუსეთში, აი მას მოყვა აღიზიანება, იმიტომ რომ მანამდე იყო კლიპები, ფუთი, რაღაცები და აქედან გამომდინარე იყო მიუღებელი ორმაგი სტანდარტი. და მანამდე რა უნდა ექნათ ამ ადამიანებს? არა, მე ერთი რამ მინდა, რომ გითხოთ, მთელი გადაცემა გისმენთ. აი თქვენ ამბობთ, რომ აბა ხელოვანმა ადამიანმა რა უნდა ქნას? აბა რა უნდა ქნას თუ არ წავიდა? არა, მე სხვა რამ. აბა რა უნდა ექნათ ამ ადამიანებს? ბატონ ზაზა, ასეთ კითხვას დაგისვამ. თუნდაც ეს ყოფილიყო მერიისგან დაფინანსებული კონცერტი, თუნდაც ეს ყოფილიყო ნებისმიერი პირისგან, არ მიეღოთ მონაწილეობა. ანუ ხომ იგიღია მონაწილეობა მსგავს კონცერტებში. მე ვამბობ სხვა რამე, ჩემი აზრით აჟიოტაჟი მოყვა მხოლოდ ამას, რომ ეს ადამიანი იყო აქმული იმ გუნდის წევრებად, რომლებიც აგინებდნენ 24 საათის რუსეთს. საგინებელია მაგაზე არ ვკამოთოთ რა. და ამის მერე მოხდა უბრალოდ ეს რეაქცია რა, მეტი არაფერი. კი ბატონო, დიდი მადლობა. რა სიტყვა? ჩემ ასოვრა, ამას მოყვა ახლა რეაქცია. მადლობა. ბატონო, თქვენი სიმძიმე არის მარადიული და მე ჩემ აზრს ვამბობ. კარგი. გამოსავალი. გამოსავალი. დიახ, თქვენი თვალით რა? ჩემი თვალით გამოსავალი არის რუსეთის პოლიტიკის აღსასრული. ეგ არის ყველაზე მაგარი მარტო როგორ კი ბატონო გეთახმები როგორ მე არ ვიცი როგორ ეგ არავინ არ იცის დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ანრი ჯოხაძე ეხა უნდა შევაფასოთ ანრი გისმენთ ბოლო რეპლიკებისთვის იცით რა არის აქ მოვისმინეთ ძალიან ესეთი ღვაწლმოსილი ქართველების ჩართვა ჩემთვის ალბათ საწმო ხალხის უბრალოდ რაღაცა პარადოქსთან გვაქვს საქმე უცნაურიც არის ეს ყველაფერი როდესაც ისეთი აკადემიური ანსამბლი როგორც ერისიონია მიდის ცეკვავს თუ რაღაც აქ მეორე ბრენდი სუხიშვილები ბეულებრივი ლეგენდა ამბობს რომ მე არ წავალ რუსეთში მოდით მე უბრალოდ მე არ თვლი რომ მაგარი ტიპი ვარ ხელოვნებაში აი როდესაც აი ორი ასეთი ბუმბერაზე ანსამბლი
გაყოფილია და აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრება აქვს, წეგან ჩვენ კულტურის პოლიტიკაზე ვსაუბრობდით. მოდით ახლა ნინი ბადურაშვილს და ნინო ჩხეიძეს და ლელა წურწუმიას ნუ მოვთხოვთ პასუხს, რა შენ რატომ წახვედი იქ აი ეს ფრაზა მინდა დავამატო, მართლა ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ მივიდა ბევრი ქართველი და მოусმინა მათ. ხვდებით რა მომენტია, ამით ახლა ჩვენ თუ დაუძახებთ ამ მომღერლებს, რომ შენ ხარ მოღალატე, ალბათ იმათაც ვაყენებთ შეურაცხყოფას, ხო? დიდი მადლობა. მადლობა დათო უქიტაშვილი. გისმენთ დათო? ხო, რაღაც უხერხული. არავის არ უწოდებია, მე პირადად მათ მოღალატებად თართოთ. აქ სხვა რაღაცა მეთმა დავთვალე. აქ სწორედ აღნიშნეს იქ ჯდომება გააჩნია ვინ იწვევს და ვისთან ჩადიან. არიან იქ ადამიანები ქეთიმაციცის ოთარიზეც აგერ ქალბატონმა გურანდამაც მოყვა და ეს არის ფაქტი, გაღიზიანება და ბატონმა ზაზამაც ყო. თავარია ვინ გიწევს და სად ჩადიხარ. და კიდევ დიდი მადლობა მინდა უთხრათ ღევანტელ მთავრობას, იცით რატო ის არ ეუბნება მომღერალს, იქ არ წახვიდე და იქ არ იმღერო. აი ეს იყო უბედურება, რაც 9 წლის. მადლობა ჟანა და დარბასთან გადავდივარ შეკითხვით. დიახ. ნუ გვექნება ხალხო ორმაგი სტანდარტები და ხანდახან როდესაც დავამტკიცებთ რაღაცას, ვცდილობთ რაღაც აზრის განვითარებას, ნუ დაგვავიწყდება იგივე ფრაზები, იგივე პოზიცია, რასაც 2 წუთის წინ ან 2 თვის წინ ვამბობდით. ასეთი ორმაგი სტანდარტები ქონდა წინა ხელისუფლებას, როცა უნდა გივით არგამაძეც ჩადიოდა მოსკოვში, 500 პასპორტი ქონდა ვანო მერაბიშვილს და როცა სჭირდებოდა მიდიოდა, ამიტომ ჯემალ ჭკუასელს და სხვა ადამიანებს, იცით რა, უცოდველი ვინც არის ქვა იმანის როლს. დიდი მადლობა. დარბასთან მაქვს შეკითხვა. ახალგაზრდები გისმენთ, გადაწოდეთ, გისმენთ, დაიწყეთ თქვენგან. ძალიან მოკლედ, ძალიან გთხოვთ, მე გადავაცილე ჩემს ყველანაირ დროს, ამიტომ მოკლე რეპლიკები. გისმენთ თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით. მეორე ანდრი არის ის ადამიანი, რომელთა ერთადაც მინდა ვთქვა, რომ დათოლომიძე მიმღერა ახალ წელს კონცერტზე და როცა აქ მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხელოვნება, მე მინდა იმ ადამიანს, რომელმაც მიიწვია ეს მომღერლები, ბატონ ხუბუტიას, მიმართო, რომ მოძებნოს დათოლომიძის როგორც ზედჯედბერდის ჯგუფის მუსიკა და მიხვდეს, რომ მის მუსიკას უფრო ფართო მასშტაბები აქვს, ვიდრე წაღვერიდან მოსკოვამდე არის გზა. კარგით, გისმენთ. მოგესალმებით პირველ რიგში და რაღაცის თქმა მინდა რა. თქვენი აზრი მთავარ თემაზე უნდა მიდიოდეთ თუ დიახ. მე როგორც სტუდენტი წერან აქ რაღაც ახალგაზრდობაზე იყო საუბარი და ამიტომ მინდა რაღაც ვთქვა. მე როგორც სტუდენტი მივიჩნევ რომ დღეს როცა ქართულს შეუძლია რომ ოთარ მეღვინე თუხუცეს და გურანდა გაბუნიაზე თქვას რომ მე რა ეს უბრალოდ სამარცხვინოა და როდესაც მოდელირებული ქრონიკის ავტორი მე მელაპარაკება ერის სიყვარულზე და პატრიოტიზმზე ეს უბრალოდ მარაზმია და მეტი არაფერი. და კიდევ ერთი ო არა ვეღარ მოგცემ სიტყვას ყოველს ხვებსაც ხო უნდა მივცე გისმენთ. უკაცრავად გისმენთ. უკაცრავად ძალიან გთხოვთ ემოციების. ძალიან გთხოვთ რა. ჯანეთ, უკაცრავად დროულად აღარ გვაქვს. თავარი პრობლემა ჩვენი რა არის? ით არ ვიცი სიტყვა პატრიოტიზმის მნიშვნელობა რა. აი ვგონია რომ პატრიოტიზმის სიტყვა ეს არის ის რომ გამოვდივართ ვაგინებთ, რომ ვაგინებთ და ის და ლილიპუტის რო ვეძახით, აი მაგიტოა რომ მოვიდა ის და აი აგერ ცოტა ხანში მომდევნო ორშაბათს აი აგერ იქნება ის მავთულხლართები და იმაზე რეკლამაზე რუსვანიას ის მოგვინდება რომ ნებართვა მოგწეს რომ გავიდეთ გარეთ და ვის თუ ვინმე ხელოვანი უკაცრავად რა. მოკლედ ბძანე ძალიან ხელოვანი ვინმე თუ ეძახის აი ამათ მოღალატეებს, მაინტერესებს სად იყო როცა საქართველოს ბომბავდნენ. დარწმუნებული ვარ რომ ბარგსალაგებდა და გარბოდა საქართველოს. კარგი, გისმენთ ბძანე და უნდა დავასრულო. გადმოაწოდეთ თუ შეიძლება. სწრაფად ცოტა. ხელოვნება მართლაც უსაზღვრო, არ უნდა ჩავკეტოთ. ის გალიაში, მაგრამ იცით რა არის, როდესაც დასავლეთს აღწერებენ აქ, დასავლეთმა იცით რა თქვა? ასეთი რამე თქვა, რომ არა მომღერლები ჩაგზავნეთ, დიპლომატები ჩაგზავნეთ, დიპლომატებიო და ჩვენ იცით რას ვაკეთებთ? ყოველდღიურად იმის მაგიერო გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. უფრო ვამძაფრებთ. ჩვენ აფხაზეთი ამით დავკარგეთ, განასხვავ რამით დავკარგეთ. იცით რითი დავკარგეთ? გამოვიდა ხალხი და თქვა და იყვირა, რომ აი ჩვენ გვინდა და ჩვენ გვინდა. აი ამას ვაკეთებთ დღეს. ამას ვაკეთებთ. ზოგადად ვის მიგაჩნია, რომ დიდი ხელოვანია. როგორი უნდა იყოს ყველამ კარგად იცით რა დღეს აქ ნუ გვიდგავთ იმ სცენებს და რაღაც ფიასკოს რომ ვითომ რაღაცა დიდი არისტოკრატის წარმომადგენლები იყოთ. იცოდეთ რა არის ხელოვნება და იცოდეთ რა არის მომავალი. მე ვერ გავიგე კარგად. ცოტა კარგით გისმენთ.
მონაწილეობა მეზობელი ქვეყნის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, მაგრამ მეორეა ის თემა, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ამაში იღებ მონაწილეობას. მე მგონი აქ დამსწრე საზოგადოებას და სტუმრების ნაწილსაც არ მოусმენია ხუბუტია სიტყვები, სადაც იგი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკის ნაწილი და ზუსტად ასეთი ცეკვა თამაში თუნდა მივიდეთ იქამდე, რომ ჩვენ პუტინს ასე ვთქვათ ჭყალებში დავევასოთ და რაღაცა პლუსები დავიწეროთ. კარგი, ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა მიუხედავად სიმწვავისა. კარგი, დაასრულეთ თქვენი რეპლიკით. თანახმა კულტურული ურთიერთობების შენარჩუნებაზე ამის ფაქტი ერთი ისაა, რომ ბეზრუკოვის ჩამოსვლისას ორჯერ სავსე იყო დარბაზი და მეორე ის, რომ როდესაც იქ ქართველები თავიანთი თანამოქალაქეებისთვის გამართულ კონცერტზე ჩადიან, იქაც ივსება ის ტერიტორია, სადაც ეს კონცერტებია და არის ამ დარბაზში ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ არ არის კონცერტის გამართვა საჭირო. კონცერტის გამართვა არცებითი მნიშვნელობა არ აქვს სად გაიმართება, მთავარია რომ ჩვენ კულტურული შეგნება გქონდეს იმისა, რომ ვერასდროს ვერავინ აკრძალავს ვერც ჩაიკოვსკის, ვერც რახმანინოვს და ვერც ასევე დოსტოევსკის, თუმცა ეს იმის ნიშანი არ არის, რომ ჩვენ კულტურული ურთიერთობები გავწყვიტოთ. კარგი, თავარი ის კი არ არის, ჩვენ შევთანხმდეთ იმაზე. ჩვენი ვეღარ დავასრულე. არა. ერთი წამით გოგოებო, ეხლა ტორტი შემოვა და ჩახოცეთ მე ერთმანეთი, ერთი წამით. კარგი, მე უნდა დავასრულო რეაქცია. თავარი ის კი არ არის, ჩვენა განვიხილოთ მომღერალი ჩავა. თავარი ის არის, რომ დარბაზში ერთი წამით. აქ აბსოლუტურად ყველა თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ზოგადად საქართველოს. კარგი. ძალიან დიდი მადლობა, ასეთი იყო მთავარი თემა დღევანდელ რეაქციაში. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 10-ზე კვირის მთავარი თემით. დაგველოდეთ ნახვამდის.